21 საათი და 50 წუთია რადიო თავისუფლებას უყურებთ. მოგესალმებით. ბატონ გიორგი კახარიასთან ერთად ვილაპარაკებთ დღეს მიმდინარე პროცესებზე, სხვანაირად არ გამოდის და განვიხილავთ როგორც გარეთ მიმდინარე პროტესტს, ასევე ხელისუფლების რესურსებს, რა დარჩენიათ. ბატონი გიორგი კარგად იცნობს მოქმედ ხელისუფლებას და იცის ძალაუფლებას რა ძალა აქვს პრინციპში ესეც. მადლობა ბატონო გიორგი ჩვენთან მოსვლისთვის. თქვენ საინტერესო ფიგურა აღმოჩნდით განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ ხართ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არსებობდა, რაღაცა ისეთი საქმეები იყო, რომელიც მაინც და მაინც კარგ ასოციაციას არ იწვევს საზოგადოებაში და კარგ ემოციებს არ აღძრავს, თუმცა არჩევნების შემდეგ ის ხალხიც კი, რომლებიც თქვენი კრიტიკოსები იყვნენ, აღნიშნავდნენ, რომ ერთ-ერთი საინტერესო და სანდო პოლიტიკოსი გახდით და საინტერესოა იმის ყურება, როგორი სტრატეგიით აგრძელებთ ამ პოლიტიკურ ცხოვრებას. წარსული შეცდომებზე თავიდან ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ კითხავთ, იმიტომ რომ ხომ მგონია, რომ საზოგადოებასაც ყველაზე მეტად უფრო ის აინტერესებს, რაც ხდება ეს და აქედან გამოსავალი. თუმცა მოვაგროვეთ რამდენიმე კითხვა, რომელიც ჩვენს მაყურებლებს და მომხმარებლებს ვკითხეთ, მოკლედ რა კითხვები ქონდათ თქვენთან და გზადაგზა ამ კითხვებსაც დაგისვამთ. პირველ რიგში დიაგნოსტირებას გთხოვდით არსებული ვითარების, სადაც ვართ, მე-15 დღეა უწყვეტი პროტესტია, არა მხოლოდ თბილისში, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ვერ წარმოვიდგენდით, მრავალფეროვანია ეს პროტესტი. დღეს მაგალითად IT სფეროს ხალხმა გადაკეტა ქუჩები, ხვალ ბევრი მარშია დაგეგმილი, მომდევნო დღეებიც რაღაცა საინტერესოდ გამოიყურება. სად ვართ ახლა და ხელისუფლების პასუხი როგორია ამ ყველაფერზე? მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ფაქტია რომ ვართ სისტემურ პოლიტიკურ კრიზისში, თუმცა ჯერ ჭიხში არ ვართ. ეს არ არის ამ კრიზისის პიკი. სამწუხაროდ უნდა გვესმოდეს, ვისაც საერთოდ ესმის კრიზისების მართვა, აქედან ამ კრიზისიდან რომ გამოვიდეთ იმ შედეგით, რა შედეგი ჩვენ გვინდა, ჩვენ მოგვიწევს ამ კრიზისის პიკში ასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ შეიძლება ოცნებამ ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიცილოს და გამოძრეს ამ სისტემური კრიზისიდანაც და მე რწმუნეთ, რომ თუ გამოახერხებს ამას და გამოძრება, უფრო გაძლიერებული გამოვა. პიკში რა მოხდება? პიკში პოლიტიკური კრიზისის პიკში მოხდება ის, რომ უკვე სხვა გამოსავალი გარდა პოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდომის არ უნდა კონდეს არც ერთ მხარეს. დღეს ასეთ გამოსავალი არის, ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, ქუჩაში მიმდინარეობს პროტესტი, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება თავისი, ასე ვთქვათ, კოჭლი, მაგრამ თავისი ფორმით. მაგალითად პარლამენტში ადამიანები იკრიბებიან, რაღაც კანონებს იღებენ. აგერ ხვალ თუ ზეგ პრეზიდენტის არჩევნები გვექნება, მესმის, რომ ეს არალეგიტიმური იქნება, მაგრამ პროცესი არ ჩერდება. ეს არ არის ჯერ ჩიხი, რომლიდანაც გამოსავალი ჩიხში რო აღმოჩნდებით, ეს იქნება ისეთი მდგომარეობა, როდესაც არც ერთ მხარეს მეორე მხარის გარეშე დამოუკიდებლად ამ კრიზისიდან გამოსვლის რესურსი აღარ ექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვერც ოპოზიცია და ის პროტესტი, რომელიც დღეს ქუჩაშია, აბსოლუტურად გულწრფელი, სამართლიანი და სიმართლე რო გითხრათ, ერთადერთი რამაც ჩვენი ევროპული იმედები ჯერ კიდე გადაარჩინა და ჯერ კიდე ეს იმედები გვაქვს, ეს აი პროტესტის სამსახურება. ვერც ერთი მხარე დამოუკიდებლად ვერ გამოვა. ოცნებასაც დაჭირდება პროტესტთან კომუნიკაცია და პროტესტსაც დაჭირდება ოცნებასთან კომუნიკაცია. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიქნებით უკვე პიკში, სრულ პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც ვერც ერთი მხარე დამოუკიდებლად ვერ გამოვა. თუმცა ოცნების მხრიდან ხო ჭირდება ამას აღიარება, რომ იმდენად მძიმეა მდგომარეობა, რომ მოდი დავინახო და შევაფასო და ვაღიარო. ეს ამის რესურს ხედავთ? ხო, არ გააკეთებენ. ამას სანამ ჩიხში არ იქნებიან. ოცნება სანამ არ მიხვდება, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან ჩიხიდან გამოსავალი პროტესტთან კომუნიკაციის გარეშე აღარ არსებობს, ოცნება მოიქცევა ისე, როგორც ეხლა. და აი ამან ეს რამ უნდა მიახვედროს? აი სურათი როგორი უნდა იყოს? ამას ოცნება რომ მიხვდეს, ის უნდა იყოს სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში, როგორც შიდა პოლიტიკურ, ასე საგარეო პოლიტიკურ იზოლაციაში, მისი რესურსები სახელმწიფოს ფუნქციონირების უკვე უნდა იყოს სერიოზულად დასუსტებული და რა თქმა უნდა, ამას უნდა დაემატოს რამოდენიმე განზომილების კიდევ კრიზისი, ალბათ ეს იქნება ეკონომიკური კრიზისი, რომლის წინაშე ძალიან მარე დავდგებით, რესურსული კრიზისიც, რა თქმა უნდა, იყოს აქ არა მხოლოდ ფულზეა საუბარი, ხო? აქ არის
ადამიანურ რესურსებზე საუბარი, საერთოდ სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე საუბარი. ეს უნდა იყოს კრიზისი, როდესაც ოცნება მიხდება, რომ თვითონ მას ერთპიროვნულად, ერთპარტიულად უკვე ქვეყნის მართვის რესურსი არ აქვს კი არა, ამ კრიზისიდან გამოსვლის რესურსი არ აქვს. ეს იქნება ესეთ შემთხვევაში, ჩემი პროგნოზით ეს იქნება დაახლოებით ალბათ თებერვალი, მარტი, სადღაც არის. და ამ კრიზისის შესაქმნელად რა მნიშვნელოვანი, რომ პროტესტი გაგრძელდეს? ამ კრიზისის შესაქმნელად არის რამოდენიმე რამ მნიშვნელოვანი. მე თქვენთანაც გავიმეორებ ხა რაღაც ოცნების ზოგიერთი არანორმალური რაღაც მადანაშაულებს რაღაც ფაზების თეორიას. თუმცა საინტერესო ჟღერდა ეს ფაზების თეორია. ჩვენ პირველ ფაზაში ვართ ამ თეორიის მიხედვით. ჯერ კიდევ პირველ ფაზაში ვარ, თქო მაყოფილი ხართ, როგორც მიდის ეს პირველი ფაზა. კი, ძალიან მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ პირველ ფაზაში ჩვენ ფაქტობრივად ყველა დასახულ მიზანს მივახციეთ, ჯერ კიდევ რამოდენიმე მიზანი გვაქვს წინ დარჩენილი. პირველი ფაზა უნდა ყოფილიყო, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და სახელმწიფო მოხელეებს არ უნდა ქონოდათ ლეგიტიმაცია, მაგალითად, უნდა ყოფილიყავით იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში არის დღეს ქვეყნის სამწუხაროდ პრემიერი, რომელიც ჟურნალისტს ეხვერწება, რომ დაუდასტუროს მას ლეგიტიმაცია. ასეთი რაღაცეები, ან მაგალითად იმ მდგომარეობაში მივიდოდით, როდესაც მეორე ქვეყნის, თუნდაც დიდი ქვეყნის პირველი პირი, პრეზიდენტი, არა პრემიერს დაურეკავს ჩვენი ქვეყნის პირველ პირს, არამედ საპატიო თავმჯდომარეს, ხო? ეს პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს დისფუნქციურობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ არ აქვს არც ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია, რასაც ადასტურებს ის პროტესტი, რომელიც სულ უფრო და უფრო სისტემური ხდება, ხო? ხო გახსოვთ ეს როგორ დაიწყო? და ეს ხდება უკვე ცალ-ცალკე სოციალური ჯგუფების, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, სხვადასხვა საერთოდ ინტერესთა ჯგუფების პროტესტი და ეს პროტესტი მშვიდობიანია და მას უფრო და უფრო მასობრივი ხდება, ხო? მე არ ვიცი ხა ბოლოს როდის ვნახეთ ჩვენ მიტინგები მაგალითად ხაშურში ან ჩხოროწყუში, ხო? კი, მეც აღნიშნავ ხოლმე ხაშურში აქციას ეს ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი სიმპტომი. ფაქტია, რომ ჩვენ არა გვაქვს დღეს გაითვალისწინეთ, რომ ფაქტობრივად ოცნებამ მიაღწია თავის იდიოტობით იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პირველ კვირას იქ იყო რაღაც ზღვარზე დავდიოდით, არც ლეგიტიმაცია იყო და არც ლეგიტიმაციის უარყოფა არ იყო, ხო? ოცნებამ მიაღწია დღეს იმას, რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა მას როგორც ხელისუფლებას აღარ მოიხსენიებს. მოიხსენიებს როგორც პარტიას და მიმართავენ როგორც პარტიას, ან თუ ხელისუფლების კონოტაციაშია სიტყვა, მაშინ ამბობენ de facto ან ეგრეთ წოდებული. ეს ერთი. ხო, ფაქტობრივად ჩვენ ამ პროცესში ვართ, როდესაც მათ რეალური ბერკეტები ძალაუფლების აქვთ, მაგრამ ეს ბერკეტები არალეგიტიმურია, უკანონოა. უკანონოა. ეს ერთი. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ისე შევთანხმდეთ, რომ ქუჩა, თბილისი, პროტესტი მშვიდობიანი და სულ უფრო და უფრო მასშტაბური და მასიური. ამის რესურსს ხედავთ, გამოფიტვის საფრთხე. უყურეთ დავასრულებ და მე დავუყურებ ამას. და შემდგომ ეს არის საგარეო ლეგიტიმაცია, რომელიც არ აქვს. კითხვის ნიშნის ხარი კი არა, უკვე აღარ აქვს, იმიტომ რომ გაყალბებულ არჩევნებს შემდგომ ისეთი იდიოტობები დაუმატეს, როგორიც არის პირდაპირ ეთერში მოკლეს ქვეყნის ევროპული მომავალი. ქვეყნის ევროპული მომავალი რომ მოკლეს, შემდგომ უკვე იძალადეს ნიღბიანმა ოცნებამ იძალადა ახალგაზრდებზე და რიგით მოქალაქეებზე სახელმწიფო აპარატის გამოყენებით და ასევე რაღაც არაფორმალური დაჯგუფებებით, აი ჩვეულებრივი ორგანიზებული დანაშაული ჯგუფების მეშვეობით. და მოამზადა შემდეგი ეტაპი, რომელსაც მე სიმართლე გითხრათ, პირველი ფაზის შედეგად ფაქტორად არც განვიხილავდი, ეს არის სანქციები. ეს არის ინდივიდუალური სანქციები, რომლის პროცესიც უკვე დაიწყო და ეს პროცესი სულ უფრო და უფრო აქტიური გახდება და აქტუალური გახდება. ამიტომ ჩათვალეთ, რომ პირველი ფაზის ამოცანებს ჩვენ მივახცეთ. შეუძლებელია აქედან ოცნება დათმობების გარეშე გამოვიდეს. მესმის, რომ ეხლა ივანიშვილს აქვს მიზანი, როგორც ბოლო სტრატეგიული სიმაღლე აიღოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. მესმის. და აიღებს კიდევაც, მაგრამ აი შეხედეთ, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი რო იყოს ქმედით იმის ხელში, მაშინ ვიფიქრებდი, რომ შეიძლება რაღაცაში გამოიყენოს, მაგრამ ყაველაშვილი პრეზიდენტის ოფისში, ну, როგორ შეიძლება ქმედით იყოს? ეს დამატებითი ტვირთია, დამატებითი რისკებია, რომლებსაც თავის თავზე იღებენ. ну, მათი გადასაწყვეტია. ეს არის პირველი ფაზა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ესე
ლამაზად დასრულდება მას შემდგომ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაცია შევა თავის უფლებამოსილებაში. ახალი ადმინისტრაციის შესვლას მე კი არ ვანიჭებ რაიმე მნიშვნელობას, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ორპარტიული მიდგომა დღეს საქართველოს მიმართებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ისეთი ძლიერი, როგორც არასოდეს და საერთოდ მე თუ მკითხავთ, რესპუბლიკური ხელისუფლება ბევრად უფრო სახიფათოა დღევანდელი ოცნებისთვის, ვიდრე დემოკრატიული. ამიტომ ის არ ესმით ახლა ეს ჯერჯერობით არ ესმით თუ არ უნდათ არ ესმით და თვითონ გააჩინეს მათ რაღაც ესეთ მნიშვნელოვან ეტაპად მათ განვითარებაში თუ მათ არ ვიცი რაღაც პოლიტიკაში ამ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია. ოკეი, გააჩინეს. ამიტომ ვთქვი მე, რომ ორი თვე უნდა ყოფილიყო ეს პირველი ფაზა, მაგრამ მათ თუნდაც, იყოს იანვრის ბოლომდე. რა პრობლემაა ჩვენთვის, პირიქით უფრო მეტი დრო გვექნება. ამიტომ ესია, შემდეგი ფაზა არის ძალიან სახიფათო. და ამ ფაზ როგორც პირველ, ასევე მეორე ფაზაზე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ სრულად პასუხისმგებელი არის ოცნება და ინდივიდუალურად ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ახორციელებენ უკანონო ძალაუფლებას ქვეყანაშიც და პარტიაშიც. ხლა არ მინდა მათი ჩამოთვლა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ, რომ ეს რაღაც ფაზების თეორია გადათარგმნონ თვითონ რაღაც შეთქმულების თეორიაში, მაგრამ სასაცილოა ეს ყველაფერი ისე საცილოდ გამოიყურება. ამიტომ შემდეგი ფაზა იქნება ის ფაზა, რომ ამ უპასუხისმგებლო ადამიანებისგან ჩვენ არა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ პროტესტს, რომელიც ქუჩაში, სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოებას უნდა დავიცვათ მოქალაქის ინტერესი იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ შეგვიძლია. მაგალითად, ყველამ ერთად მკაფიოდ უნდა აუხსნათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაშინ, როდესაც ჩვენი ემიგრანტების ძალიან დიდი ნაწილი დღეს ევროპაშია და ისინი უბრალოდ თავისი შრომით დღეს აქ ეკონომიკურად ეხმარებიან თავის ოჯახებს, არა მხოლოდ პოლიტიკური დასჯა იქნება ხელისუფლების, არამედ პირველ რიგში დასჯა იქნება საქართველოს რიგითი მოქალაქეების ეკონომიკურადაც მათ შორის. ხო, ეს არ იქნება რაღაც ფორმალური სირთულეების შექმნა მათთვის, ხო, ეს იქნება რეალურად მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის დასჯა და დამძიმება. ამიტომ ეს უნდა აუხსნათ მათ და უნდა უთხრათ, რომ თუ უნდათ და მართლა იმსახურებს ეს ხალხი დასჯას, მე ვამბობ ოცნების ან პოლიტიკურ ბოსებს, მაშინ ეს დასჯა უნდა იყოს ინდივიდუალური და ის არ შეიძლება ეხებოდეს მთელ საქართველოს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს შეუჩერებენ და ხალხი გაბრაზდება და უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში, ეს იდიოტური არგუმენტია, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად ქვეყანა შეყავს კიდევ უფრო დიდ რისკებში რუსეთის ფედერაციის წინაშე, იმიტომ რომ გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებს, რომელსაც ოჯახები ყავთ სარჩენი და რომლებიც ძირითადად რეგიონებიდან არიან გასული და რომლებიც ეზიარებიან ამასთან ერთად ევროპულ კეთილდღეობას, კულტურას, პოლიტიკის კეთებას და კიდევ ბევრ რამეს, ეს ადამიანები, იმიტომ რომ თავიანთი ოჯახი არჩინონ, რაღაცა ნაწილი, ყველა არა და დიდი ნაწილი არა, მაგრამ რაღაცა ნაწილი იძულებული იქნება, რომ მაგალითად რაღაც სამსახური შეოს რუსეთში, სადაც საზღვრები დღეს ყველაფერი ღიაა და ამიტომ ეს რისკები აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ხელისუფლება თუ ვერ იცავს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ხალხი. მეორე, აი მაგალითად, აბსოლუტურად სწორი მოსაზრებაა, რომ ევროკავშირი, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ვუჩერებთ დახმარებას, ფინანსურ დახმარებას, რა თქმა უნდა, მთავრობას უნდა შეუჩერო, იმიტომ რომ მთავრობის ფინანსური დახმარება დღეს კორუფციის დახმარებაა და ფაქტობრივად იმ მოძალადეების დახმარებაა, რომლებიც დღეს ქუჩაში ქართველ ახალგაზრდებს ცემენ. მაგრამ ამ დახმარების მიმართვა პირდაპირ იქ, სადაც დემოკრატიის გაძლიერება და საშუალო და მცირე ბიზნესის გაძლიერება, ოჯახების გაძლიერება, სამოქალაქო სექტორის მათ შორის, ხო? მედია საშუალებების, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც რეგიონებში აი household-ებს ქმნიან და რაღაც პატარა ბიზნესი აქვს, ზოგი ჩირს აკეთებს, ზოგი რაღაც ნივთებს, ზოგი რაღაც კერძო სასტუმრო პატარა რაღაც აკეთებს, ხო? ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური მხარდაჭერაა ამ ადამიანების. ამიტომ ეს იქნება მეორე ფაზა. იმიტომ რომ ამას მერწმუნეთ, რომ მოყვება მეორე ფაზა არის თებერვალი, ხო ესე გამოდის. მეორე ფაზა არის, კი, მეორე ფაზა არის მაშინ, როდესაც ეს მეორე ფაზა არის მაშინ, როდესაც ჩვენ დაგვეწევა უკვე ეკონომიკური ეფექტი. იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც შენ არალეგიტიმური ხელისუფლება გყავს
რომელსაც არ ცნობს არც ერთი საერთაშორისო, აი მაგალითად დღეს ვკითხულობდი სადღაც საკპატენტს შეუჩერეს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობის და რაღაც პროგრამების ნაწილი. მანამდე იყო განათლების სისტემაში. ეს ხო ყველაფერი დაგვეწევა, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ კი არა. ეს კი არ იქნება, საკითხის კი არ იქნება, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს. საკითხი იქნება გადინება, გაქცევა როგორ შევაჩეროთ. გადინება კი არა, გაქცევა როგორ შევაჩეროთ. ჩვენი ეკონომიკისთვის უცხოური ინვესტიციები, ჩვენი იმპორტ-ექსპორტის ბალანსი და ლარის კურსი რო დავაბალანსოთ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს ფაზა ჩვენ დაგვეწევა თებერვალ-მარტში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხა სრულად ეფექტს ვერ ავიცილებთ, მაგრამ მინიმალური იყოს იმ ხალხზე, იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საერთოდ არაფერი შუაში არ არიან. ხო? არ მინდა მესამე ფაზაზე ვისაუბრო. იმიტომ რომ მესამე ფაზა არის უკვე პირდაპირ უსაფრთხოების რისკები. შენ როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება გყავს, კორუმპირებული, რომელიც არჩევნების წინ ერთი თვით ადრე ბოდიშს უხდიდა ოკუპანტ ქვეყანას და ოკუპანტი ქვეყანა იმიტომ რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არჩევნებით ვერ აიღო, მოუწოდებდა რომ შენ თუ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ აიღე, როგორც ჩანს რაც დამპირდი ის, ამიტომ ეხლა ნება იბოძეო და იმის საოკუპაციო ხაზის დელიმიტაცია დაიწყეო. იმიტომ რომ შენ არჩევნებამდე პირდაპირ ამბობდიო, რომ ბოდიში მაქვს მოსახდელიო, ესე იგი შენი პასუხისმგებლობა და გრძნობა პასუხისმგებლობას ომის დაწყებისო. მეორე ეუბნებოდა, რომ შენი ოფიციალური პირი კი არა, ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრი გამოეთრაო და თქვაო, რომ ეს ომის დანაშაული იყო და ომის დანაშაულის გამო გავასამართლებთო. იმას თითქოს ის ხალხი მე მომწონს თუ არ მომწონს სხვა საკითხია, მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლება იყო, ხო? და რო კითხო, ხა იურისტები არიან და კონსტიტუციონალისტები არიან. და მესამე, ესე იგი ამბობთო თქვენო, რომ ქვეყანაშიო ომის რისკი არისო და ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებიო და ქვეყნებიო ზეწოლას ახდენენ ამ ანგელოს ოცნების მთავრობაზე, რომ მეორე ფრონტის ხაზი გაიხსნას რუსეთის წინააღმდეგო და ეხლა ესო ჩვენ ხო არ მოგვიფიქრებია, თქვენ თვითონ თქვითო. თან ხო არ გთქვამს ვიღაც იმას რა ქვია ვიგინდარა პოლიტიკოსებს, ხო თქვეს ოფიციალურმა პირებმა და ლოგიკურია ხო რაც იმათმა მოითხოვეს, იმათმა თქვეს რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენო ეს რისკები ჩვენ კი არ მოგიგონია, თქვენ თვითონ ყვებით ამასო და ეხლა დაიწყეთო დელიმიტაცია, ბასაზღვრისო. აი აქ რა თქმა უნდა ის რაც ნაბუდიალები აქვს ბოლო 3 თვის განმავლობაში, რა თქმა უნდა არავინ არ იცის რუსეთის ფედერაცია მას როგორ გამოიყენებს და რა უსაფრთხოების რისკების წინაშე დავდგებით, მით უმეტეს მაშინ თუ მარტო და პირისპირ დავრჩით ამ გამოწვევების წინაშე და აქაც რა თქმა უნდა ყველაზე ცუდ შემთხვევაში რა შეიძლება ქნან? ვინ? რუსეთმა. ფაქტობრივი ანექსია დაასრულონ ოკუპირებული ტერიტორიებს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ანექსიური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს დღეს ხილულად აფხაზეთში. ხო? ეს ანექსიური პროცესები ასეთი ფორმით 3, 4, 5 წლის წინ არ ხდებოდა. და ეს საერთოდ სხვა გარემო იყო. და იმის მაგივრად რომ ჩვენ ყველას ერთად და სახელმწიფოს პირველ რიგში ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგიაზე გვემუშავა, რომელიც არ მოხდება არც 1 წელიწადში და არც 2 წელიწადში, საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია. ამის მაგივრად ჩვენ პირიქით ხელი შეუწყოთ იმას, რომ ფაქტობრივი ანექსიური პროცესები აფხაზეთში დაწყებულიყო. ეხლა რეალურად რო გვესმოდეს და გულწრფელად რო ვთქვათ, მადლობელი უნდა ვიყოთ იმ აფხაზების და იმ აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც ამ ფაქტობრივ ანექსიურ პროცესებს რუსეთის ფედერაციის აფხაზეთში თვითონ ბუნებრივად ეწინააღმდეგება და ბუნებრივად ებრძვის. ჩვენ ხელისუფლებას ერთი არ ვიცი, ნამუსხო თავი დავანებოთ, ერთი მხარდამჭერი ან ნეიტრალური განცხადების გაკეთების რესურსი არ აღმოაჩნდათ და არ ვიცი ხო ეს. და როგორ ხდება, როცა ფაქტობრივი ანექსიური პროცესების პარალელურად და ამ ტრისთვის ბოდიშის მოხდის მოწოდებების პარალელურად მართლ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს მთელი წინასაარჩევნო კამპანია აქვს აგებული ომისა და მშვიდობის ნარატივზე და საზოგადოების რაღაც ნაწილს არწმუნებს იმაში, ხო, დიდ ნაწილს არწმუნებს იმაში, რომ ის არის მშვიდობის გარანტორი, იმიტომ რომ ამ საზოგადოების და მათ შორის დარწმუნებული ხალხის რაღაც ნაწილი საოკუპაციო ხაზთანაც ცხოვრობს, ხო და ყოველდღე თავისი თვალით ხედავს, არ ვიცი, მთის ქედზე მოსიარულე რუს ჯარისკაცს და საზღვარს და მავთულხლარს და ასე შემდეგ. ან ყავს ახლობელი, რომელიც ამ ყველაფერს ხედავს, ხო? აი, როგორ მოხერხდა ეს
რომ ამ ნარატივმა იმუშავა და ხალხმა დაიჯერა, რომ შვიდობა შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს ამ ხელისუფლების პირობებში. ნუ პირველ რიგში მე მინდა ხლა ოფიციალურად ამ კითხვაზე გამოხმაურების კონტექსტში გითხრათ, რომ ხვალ ჩვენ არა როგორც პარტია, არამედ როგორც რიგითი მოქალაქეები უკვე მეორედ ვაწყობთ საპროტესტო აქციას ტელეიმედის მისადგომებთან. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი რეჟიმი, რომელიც მე არასოდეს არ დამიძახია ოცნებისთვის რეჟიმი, არასოდეს. მე ყოველთვის ამისგან თავს ვიკავებდი. მაგრამ ეხლა თამამად ეძახი. ეხლა თამამად ვეძახი იმის გამო, რაც მათ არჩევნების დღეს და შემდგომ ჩაიდინეს, რა თქმა უნდა. დგას მათ შორის იმ პროპაგანდაზე, რომლის მთავარი და სისტემური ნაწილი გახლავთ იმედი. ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს. ჩვენ თან ერთის მხრივ გლობალური საინფორმაციო ველის ნაწილი ვართ, მაგრამ მეორეს მხრივ სხვადასხვა ტექნიკური საკანონმდებლო და ასე შემდეგ. მე მაგალითად გულწრფელად გეუბნებით, რომ საქართველოს რეგიონების მოსახლეობის მინიმუმ 70%-ს არ აქვს და არ ქონდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. უბრალოდ იმიტომ, რომ მათი საინფორმაციო ველი იყო სრულად მონოპოლიზირებული ამ პროპაგანდისტული მანქანების შედეგად. მარტივად რო ავიღოთ, შევადაროთ არჩევნების შედეგები ქალაქებსა და სოფლებში. ყველაფერი ბევრი რამე ცხადი ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალიც არის. რა თქმა უნდა, ეს ამას არავინ არ უარყოფს, იმიტომ რომ იქ იყო სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომების დაშვებული. მაგრამ სისტემურად იმ გაყალბების მეთოდებისთან ერთად, ხო, იმუშავა, რა თქმა უნდა, იმ პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომლის ხერხემალი არის იმედი და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ხანდახან იმეც არ ესმის რა, რა გვინდა, ხო? მე სულ არ მაინტერესებს ახლა სიმართლე გითხრათ, ჩვენ თუ რაღაც უფასო რეკლამა არ მოგცეს და მე ფასიან რეკლამაზეც უარი გვითხრეს, ეს საერთოდ არ არის თემა. თემა არის და პრეტენზია არის უმძიმესი, რომ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად, მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ქონდათ და ეს არის სრულად იმედის დამსახურება. ამ პროპაგანდისტული მანქანის დამსახურება. მე ამაში დარწმუნებული ვარ და უფრო მეცაც გეტყვით. ამას მომავალი დაადასტურებს სხვადასხვა ფორმით. მაგალითად დღეს ინგლისში ლორდთა პალატაში იყო საკითხი და ეს ვინმეს თუ გონია, რომ მე ხანდახან მგონი ამ ბატონებს უყურებ ხოლმე რა და ისეთი დაბაშილება მაქვს, რომ ისინი ოპერირებენ როგორც მე-19 საუკუნეში და ვფიქრობ ხოლმე, რომ კაცო ესენი მე მგონი არქივების დაწვას აპირებენ მეთქი, მაგრამ კანი მარტოდ რა მოხდა ლორდთა პალატაში, განიხილეს იმედის ხელმძღვანელის შესახებ იყო მოკლედ განხილვა. იმედის შესახებ იყო განხილვა, რომ იმედი როგორც ინსტრუმენტი, ძალადობრივი მექანიზმის ნაწილი საქართველოში დღეს დემოკრატიის და მოქალაქეების წინააღმდეგ. ასე რომ როგორ იყო შესაძლებელი? ასე იყო შესაძლებელი. ხო, ეხლა აქ რამე და გითხრათ ეს აუცილებლად უნდა დავაფიქსირო მასე პოზიცია. არ მithkom სხვაგან და დღეს თქვენთან. მარტივად რო შეხედოთ, ხო. რა თქმა უნდა, ეხლა მე ძალიან კარგად ვიცი ოცნებამ როგორ გააყალბა ეს არჩევნები, ხო? მაგრამ ის ძალიან კარგად მესმის და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ოცნებამ ჩვენ რო გვეგონა იმაზე ბევრად მეტი ხმები მიიღო. ხო, მე მაგალითად ვამბობდი, რომ 600,000 ხმა იყო მაქსიმუმ. კი ბატონო. რეალურად მათ 800,000 ხმა მიიღეს. ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები ხლა ამ ციფრებში, იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს. მაგრამ ეს არ არის ხლა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის ხმები, რომლებიც მიიღეს, ამ პროპაგანდისტული მექანიზმების საშუალებით მიიღეს ორი მთავარი ხაზით, პროპაგანდისტული ხაზით. მშვიდობის, რომელიც ფაქტობრივად დღეს დაანგრიეს. ხო, ახლა როგორ შეიძლება მშვიდობაზე ისაუბრო, როდესაც დღეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, აგერ ქუჩაში და აბაშიძიდან მოიპარეს ფაქტობრივად, კი ბატონო. ხო, ეს ხალხი მორალსავი დავანებოთ და ფასეულობებს რითაც ოცნება მოვიდა, ხო? ჩვენ ვამბობთ დღევანდელად. ეს ერთი. მეორე, როგორ შეიძლება, როდესაც ნიღბიანი ადამიანები ფეხით ცემენ წაქცეულ ქალებს და ახალგაზრდებს და ჟურნალისტებს. როგორ შეიძლება მაგალითად რომ დაკავებულ ადამიანს, რო დააკავებენ
ძირითად ფიზიკურ თავდასხმები ხდება მეერე დაკავებულ ადამიანზე. ამიტომ საუბრობენ პოლიციის მანქანებში. ან მანქანებში, ან მანქანებამდე რა მნიშვნელობა, ხო? მაგრამ ყველაზე დიდი კიდე უბედურება ის არის ამასთან ერთად, რომ სანამ პატრულს გადაცემენ აი ეს ნიღბიანები, ხო? მე კიდე დღესაც ვამბობ, რომ არ ვიცი ეს ხალხი ვინ არის, ხო? ჩემთვის რთულია დავიჯერო, ეს ის პოლიციელები არიან, რომლებიც არ ვიცი, გუშინ და გუშინ წინ ძარცვავენ. აი წარმოგიდგენიათ, ხო? აი მენტალობა, ფსიქოლოგია ადამიანების ძარზე საათი, ტელეფონი, ფული, სუმკა, რავი, ძარცვავენ. კი, ერთმა გითხრა, რომ ძალიან აგონებდა გაძარცულმა და ნაცემმა, მათ იქცევა რუს ჯარისკაცებს 2008 წელს, როცა ნახმარი უნიტაზები გაქონდათ აქედან. რა ხარისხის მენეჯმენტი აქვს დღეს ოცნებას, რომ ამ ადამიანებს გარდა იმისა, რომ ცემენ, ძარცვავენ კიდევაც. ნუ წარმოუდგენელი რამხთ. ეხლა წარმოიდგინეთ ეს არის მშვიდობის ნარატივით მოგებული პოლიტიკური ძალა. მეორე მხარე რაც იყო, ხო, ამ ჩვენს ასე ვთქვათ, რითიან ნეიტრალებდა, ხო, ჩვენს ასე ვთქვათ, კრიტიკას ოცნების, ხო, ამბობდა, რომ ნუ გავიგე, მაგრამ მე ვარ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თქვენ საბოლოო ჯამში მიგიყვანთ ევროპაში. და ყველაზე სწრაფად. მე ვარ ნამდვილი ევროპელი, მე ვარ ღირსებით და კიდე რაღაცეებით არ აქვს უკვე მას მნიშვნელობა. და ზუსტად არჩევნებიდან ერთ კვირაში გამოვიდნენ და პირდაპირ ეთერში მოკლეს ევროპული მომავალი ქვეყნის. ეს რატო გააკეთეს? მაგაზე მე გადავიდეთ. აი ხა ჩათვალეთ, რომ აი 800,000-დან ხო რაღაცა ნაწილი ხო აი ამ პროპაგანდის შედეგად მიიღეს. ის ნაწილიც ხო მოწყდათ უკვე, ხო? ნუ აი ეს არის, ამიტომ არის ახალი არჩევნები აუცილებელი. ყველაფერთან ერთად დღევანდელი აი რო გაგიჟდეს საზოგადოება და თქვას, რომ ნუ ოკეი. არასახავს ქვეყნის განწყობას. ამიტომ რაც არ უნდა გააკეთოს ოცნებამ, აი მოქალაქეების იმ განწყობით, იმ შეფასებებით ვერ მართავს უფრო. ხო ეხლა როგორ უნდა გააკეთონ მაგალითად 1 მილიონ ადამიანს ხო არ გააქრობენ ქვეყნიდან. თუმცა რამდენიმე 1000-ის გაქრობის სურვილი ჩანს, რასაც უყურებთ ამ აქციებზე და ჯადაჯერების შედეგად. არ ფიქრობ ამაზე, მე ფიქრობ, რომ მათი ხა იქ არიან და ისეთი მეტნაკლებად შემორჩენილი ჯერ კიდე საღიაზე. ისინი უფრო ცდილობენ ალბათ, რომ ეს ზეწოლა ემიგრაციისკენ მიმართონ. რა, ბედნიერები იქნებიან თუ საქართველოს კიდე, არ ვიცი, 100-200, 300,000 აქტიური ახალგაზრდა დატოვებს. აი საერთოდ ბედნიერ დარწმუნებული ვარ ამაში. ასე რომ ეს გარემო, რომელიც დღეს არის, ხო, ნუ დაუბალანსებელია. და ეს ამ დაუბალანსებელ გარემოში, ნუ შეუძლებელია ხო მართლა გეუბნებით, რომ ან ის ნაწილი, რომელიც აქტიური მეინსტრიმული იცავს ქვეყნის არამხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ ნორმალური არსებობის უფლებას ქვეყანაში, რომ ქუჩიდან არ გაგიტაცონ. აი ამის უფლებას და ეხლა აქ კომპრომისი უკვე რა შეუძლებელია ადამიანებს თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაურთო ოცნებამ. ზუსტად ისე, როგორი ინსტინქტიც საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ და საუბედუროდ ქონდა 2011, 2010-ში, 2012-ში, ეხლა იგივე ჩაურთო. ეს მდგომარეობა უფრო მძიმეა თუ უფრო მარტივი, ვიდრე 2011-12 წლებში იყო? არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, ცოტა უფრო მეტი, ცოტა უფრო ნაკლები. იგივე მდგომარეობა. ხო? ხა ჯერ ერთი გავითვალისწინოთ და 12 წელი გავიდა მას შემდგომ, ხო? საინფორმაციო ველი სულ სხვანაირია. საზოგადოებაც სულ სხვანაირია, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები სხვანაირები არიან. მათ უკვე ორგანიზების ისეთი მეთოდები აქვთ და ისეთი ინსტრუმენტები აქვთ, რომელსაც ოცნებას არ წარმოდგენა არ აქვს, ვერ ხდება. ოცნება ხა ეძებს მაგალითად აი ამ აქციების თავს და ვერ უპოვია, ვერც ვერას ვერ იპოვის. ხო და აი რო ეძებენ, აი ეს არის მათი ყველაზე დიდი რაღაც იდიოტიზმი. ევროკავშირთან კონტაქტის უბრალოდ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე გკითხავთ, რატომ მიიღო თქვენი აზრით ოცნებამ ეს გადაწყვეტილება ისე მალე, როგორც მიიღო? ძალიან მარტივია ეს, ძალიან მარტივია ეს. ოცნებას ну, უკვე ოცნებას რო ვამბობ, გულისხმობ ერთ კაცს რა. ერთ კაცს გულისხმობ? ერთ კაცს გულისხმობ. ცალსა ხარ? რა თქმა უნდა, ერთ კაცს გულისხმობ. და ამ ერთ კაცს ძალიან უყვარს კომფორტი. ძალიან უყვარს კომფორტი. და შესაბამისად უნდა გვესმოდეს, რომ სწორად ხდებოდა, აბსოლუტურად ობიექტურად აფასებდა, რომ გაწევრიანების პროცესის გახსნის, დაწყების ან არ გახსნის, არ დაწყების, აი ეს საკითხი შემდეგი 4 წლის განმავლობაში იქნებოდა ის, რაც მას კომფორტის ზონიდან გამოიყვანდა ყოველ დღე და ყოველ თვე. ამიტომ
მას შემდგომ რაც ნახა და ჩათვალა რომ პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა ისე რომ არანაირ დიდი ასე ვთქვათ რეაქცია და პროტესტი არ მოყოლია, გადაწყვიტა ახალწლამდე ამ პრობლემის 4 წლით წინ ავანსად მოგვარება. რაშიც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს დღეს საერთოდ არ ადარდებთ და არ აინტერესებს საქართველოს პარლამენტში ვინ იქნება და ვინ არა. აი ევროპაში ვიქნებით თუ არ ვიქნებით, აი ეს ადარდებთ. და ამ შეცდომას რატო უშვებს? არ იცნობს იმ საზოგადოებას, რომლის წევრიც არის პრინციპში, რომლის მართვის სურვილიც აქვს, სადაც უნდა რომ იცხოვროს. არ იცნობს. იცნობს აი როგორ გითხრათ, კარგად იცნობს აი ქართულ ისტორიულ რაღაც არქეტიპულ ხერხემალს, მაგრამ ის რაც დღეს ხდება განსაკუთრებით ბოლო 15 წლის განმავლობაში არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაში საზოგადოება იცვლება, ხო? საზოგადოება ვითარდება, ჩვენი სოციალური კომპოზიცია სულ სხვანაირია. ჩვენ ისედაც პატარა ქვეყანა ვიყავით და მოკლე სოციალური კავშირები ქონდა. აი ამ დიჯიტალიზებამ ეს კავშირები კიდევ უფრო დაამოკლა, ხო? დღეს ორი ან სამი ხელი ჩამოთვლების პრინციპს გააღრმავა. რა? პოლარიზაციაც გააღრმავა. პოლარიზაცია და ილუზიებშიც ხო. არ თვლი ასე. პოლარიზაცია გააღრმავა სხვა რამემ. პოლარიზაცია გააღრმავა სოლიდარობის ნაკლებობამ. აი ეხლა რაც ხდება, ეს არის სოლიდარობის აი იდეალური მაგალითი. კი ბატონო. ხო? და ჩვენი ეს პოლარიზაცია გააღრმავა აი ამ სოლიდარობის ნაკლებობამ, სოლიდარობის უბრალოდ გამოცდილება არ აქვს ჩვენ. იმიტომ რომ ამას ცოტა სხვა დონე და სხვა სიმწიფე ჭირდება საზოგადოების და პოლიტიკური კულტურის. ნუ ასე სწრაფად ვერ მივდივართ, მანდაც მივალთ. ეგეც მაგასაც მოვესწრებით. რეალურად მე თუ მკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ, ჩვენ ძალიან კარგად ვითარდებით. საზოგადოებას გულისხმობ. საზოგადოება შესანიშნავად. საზოგადოებას გულისხმობ. ჩვენ ახ მეცაც გეტყვით, ჩვენს წინაშე რო არ იდგას ღია ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შანსი, შემთხვევით გახსნილი, უკრაინის დამსახურებით გახსნილი და ეს კარი ჩემი აღქმებით ღია იქნება საქართველოსთვის შემდეგი წელიწადნახევარი 2 წელი და მერე დაიხურება ეს პარალელურად გამოწვევა რო არ კონდეს ის რაც დღეს საზოგადოებაში ხდება მე ძალიან მომეწონებოდა იმიტომ რომ მსგავსი კრიზისებიდან საზოგადოება ყოველთვის უფრო მეტი იმუნიტეტით და უფრო გაზრდილი გამოდის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის ეს რომ ჩვენ იმის მაგივრად რომ აქ ჩვენს მახინჯ მართლობით ფორმას ვებრძოლოთ, ამასთან პარალელურად უნდა გადავარჩინოთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რომელიც ვადაში განსაზღვრულია, ლიმიტირებული ვადით არის გახსნილი. ეს საკითხი რო არ იყოს დღეს, მერწმუნეთ, ძალიან მშვიდად სულ სხვა პოლიტიკურ პროცესში ვიქნებოდით და ძალიან ბევრ საინტერესო პოლიტიკურ პროცესში ვიქნებოდით. იმ ერთ კაცთან დაგაბრუნებთ, რომელიც თქვენი აღქმით იღებს გადაწყვეტილებებს. რატო არ იცნობს ეს საინტერესო ამ საზოგადოებას? არ ეუბნებიან მისი ხელქვეითები სიმართლეს? მას არ უნდა ამისი მიღება? არა, მას არ ჯერა იმ პროგრესის რომელიც ამ საზოგადოებამ ბოლო წლების განმავლობაში არ აღიარებს მაგალითად და სერიოზულად არ აღიქვამს იმ ახალგაზრდულ მოძრაობებს, რომლებიც აი არ ვიცი, ჩვენ თვალწინ ჩნდება, მათ ეფექტიანობას და ეფექტურობას. საერთოდ ახალგაზრდების აღქმა საკმაოდ ისეთი არასწორი აქვს. ხო, მაგრამ მის გუნდში მუდმივად არიან ახალგაზრდები, ხო? აი ვინება მაგალითად. Ну, რა ვიცი, პრემიერი ახალგაზრდა კაცია, მინისტრების ნაწილიც არ არის ხანდაზმული მაინც და მაინც. არა, ახალგაზრდა პრემიერიც ახალგაზრდა იყო ორჯერ. ახალგაზრდა დანიშნული. ახალგაზრდა ასაკი არის. როგორც კონსერვატიზმი არ ნიშნავს რეგრესს, აი ამ შემთხვევაში სამწუხაროდ კონსერვატიზმი ნიშნავს რეგრესს და სტაგნაციას. ამიტომ არის იდეალები იქ არის. ხო? ეს ვერ გამოდიან ამ პოსტსაბჭოთა მენტალიტეტიდან. ვერც მართვაში, ვერც მენეჯმენტში, ვერაფერში. ეს არის პრობლემა და მიმღებლობის პრობლემა ამიტომ აქვს და ეს ბავშვები ეს თაობა მე არ საუბრობ ხა ასაკზე არ საუბრობ, ხო? სულ სხვა ფასეულობებით და სულ სხვა ინსტრუმენტებით
ოპერირებენ და შეუძლებელია. არ შეიძლება თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოების მიღწევებიდან მხოლოდ ბიტკოინი გაინტერესებდეს. ეს უკვე ის არის რა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ კონსერვატიული ღირებულებების კაცმა, რომელსაც ახალგაზრდების სურვილები არ აინტერესებს და არასერიოზულად აღიქვამს მათ მოძრაობებს? როგორ შეიძლება დაინახოს, რომ შეიცვალა ის ვითარება, რომელსაც ხედავდა? უნდა დავანახოთ, რომ კონსერვატიზმი იცვლება. ვინ უნდა დაანახოს ეს? გარემოცვა? თუ იმედს უყურებს, რთული, არა, ობიექტურმა რეალობა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი იდეოლოგიური დებატები შეიძლება დიდხანს გავაგრძელოთ და ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ დღეს ფუნდამენტურ საბაზისო თემებზე ვსაუბრობთ, ხო? კი ბატონო. ვსაუბრობთ ელემენტარულ ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფომ არ იძალადოს ფიზიკურად და ელემენტარულად კონდეს განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლება. ხო? ან საერთოდ აზრის დაფიქსირების უფლება. არა, სიამოვნებით ეხლა თუ რო გამოხვიდე და მათი აზრი დააფიქსირო, ბედნიერები იქნებიან და გამოიყენებენ, როგორც ყველაფერს იყენებენ. განსხვავებული აზრის გამოთქმა არის პრობლემა რა და ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტურ უფლებებზე ვსაუბრობთ. ფუნდამენტურ უფლებებზე, რომელსაც რაღაც თან საოცარია ეროვნულობაზე გელაპარაკება ხალხი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის ნამდვილი რაღაც სოციოკულტურული ფასეულობები ამ ქვეყნის. წარმოდგენა არ აქვს, რომ ადამიანები, რომლებიც არ ემიჯნებიან აი ფიზიკურ ძალადობებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება, ქალზე, ახალგაზრდაზე, ნებისმიერ ადამიანზე. არ ვიცი და მე ეს ხალხი და ამასაც თავი რომ დავანებოთ, ადამიანები, რომლებიც პარტიულ ინტერესში იყენებენ ქვეყნის ფუნდამენტურ ფასეულობებს, ეკლესიას, ბავშვებს, ქვეყნის მისწრაფებას გახდეს ცივილიზაციური სივრცის ევროპულის ნაწილი. ყველაფერს ფაქტობრივად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თუმცა ომის ნარატივის არ იყოს, ეს ნარატივიც მეტნაკლებად მუშა აღმოჩნდა, რომ ისინი იცავენ ღირებულებებს და ეკლესიის მეგობრები არიან. იმედი პროპაგანდა, ეს არის თავარი რა ჩვენ თქვენ კარგად იცნობთ ამ ხალხს, რისი ეშინიათ მათ? რისი ეშინიათ? სიმართლის. რომლის დანახვაც არ უნდათ. რა თქმა უნდა, ამიტომ ქმნიან ალტერნატიულ რეალობებს. საერთოდ ყველაზე უფრო შიშის ეშინიათ. ამიტომ არასოდეს არ აღიარებენ და ყოველთვის აი ეს ბოლომდე უტიფრად ეცდებიან, რომ თავისი გაიტანონ. მე ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სანამ ეს ადამიანი და ადამიანები კედელს არ დაეჯახებიან, ეს არის კრიზისის პიკი, რასაც მათი მხრიდან ნებისმიერ გამოსავალის ძებნაზე მოლოდინი, უბრალოდ დროის კარგვა. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ თუ გვინდა, რომ ამ რეალობიდან, პოლიტიკური კრიზისიდან გამარჯვებულები გამოვიდეთ, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს სამწუხაროდ აი ამ კრიზისის პიკში, ჩიხში შესვლა. რატომ? იმიტომ რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში მომუშავე ინსტრუმენტი, რომელიც უნდა აზღვევდეს აი ამ ჩიხებს, კრიზისულ ჩიხებს, ყველა განადგურებული. არც ერთი აღარ არსებობს. ოცნების შიგნით დაპირისპირებაზე, მოარულ ხმებზე, ალბათ თქვენს გსმენიათ, ხო? როგორც სახელმწიფო სტრუქტურებიდან ხალხის წამოსვლის ცნობები, რაც ჩვენამდე აღწევს, თქვენს გეცვეინებათ, თუ უფრო მეტი არა. ამ პროცესს კომენტირებისთვის საინტერესოდ მიიჩნევთ? მე საინტერესოდ მივიჩნევ ამ კონტექსტში, რომ ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ერთპარტიული კოალიციური, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება კოალიციური. დარწმუნებული ვარ ამაში. საქართველოს საზოგადოებას უნდა მისცეს პირველი პირობა. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ნომერი 1, რომ საჯარო სექტორი და პირველ რიგში ძალოვანი უწყებები პოლიტიკურად იქნებიან ნეიტრალურები. ქართული დემოკრატია და ჩვენი მომავალი ვერ განვითარდება, თუ საჯარო სექტორი და
პირველ რიგში სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკურად სრულად ნეიტრალური არ იქნება. არავის საქმე არ არის პოლიციელი არჩევნებში ვის მიცემს ხმას. როგორც კი ნებისმიერი პარტია ან ადამიანი თulis რომ იმიტომ რომ ბიუჯეტიდან ჩვენი გადახდილი გადასახადებით უხდის ხელფას ვიღაცას აქვს უფლება რომ მისცეს მას ინსტრუქცია ან დააძალოს ან თხოვოს ვის უნდა მიცეს ხმა ეს დემოკრატია აღარ არის. თანამედროვე გაგჩვენეს გავლილი გვაქვს აქამდე. ამ დემოკრატიის აი ასეთ რაღაც აქამდე მოსულები ვართ. ჩვენ თუ გვინდა რომ შემდგომ თავისუფალ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, ეს არის დღეს პირველი გამოწვევა, რომელიც აქვს. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს წერენ განცხადებას და ტოვებენ სხვადასხვა უწყებებს, და რომლებსაც არ უკმაყოფილებენ, ზოგს ფიზიკურად თავს ესხმიან, ზოგს აშინებენ, ზოგს ოჯახის წევრებს უშინებენ, ზოგს სისხლის სამართლის საქმეებს აღუძრავენ. იცით ესეთი შემთხვევები? კი, ვიცი. რომელი უწყებიდან? ნუ ძირითადად სამართალდამცავი სისტემებიდან არის. რატომ მათზე კომპრომატები აქვთ? თუ სრულიად გამოგონილი საქმეებია? უყურეთ, გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ ეს ჯერ ერთი გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ სამართალდამცავი სისტემა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანმა დატოვა და ეს ადამიანები დღეს ზოგი ამერიკაშია, იქით რაღაც მექსიკით გადასული, ზოგი ევროპაში, ზოგი ტრაილერის მძღოლია და კიდე 1000. თუმცა მოქმედი მინისტრი ამბობდა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია გადინებას, შემოდინებაც მოყვებაო, მე მგონი პარლამენტში თქვა, მან ეს ამ რიცხვების პარალელურად, თუმცა ძალიან დიდი ვინც შემოედინა, ეგერ ეთყობა ვინც შემოედინა რა. ამიტომ ხა მე არ მინდა ეს არ არის ჩემთვის უცხო უწყება და მე ძალიან გული მტკივა ამ რა დღეში არის დღეს ეს უწყება ძალიან გული მტკივა ამაზე უბრალოდ მე ვერავის ვერ გამსჭი და არ მაქვს არანაირი მორალური უფლება რომ ვინმეს რაღაც დემარშისკენ მოუწოდო და ამას არ გავაკეთებ არასოდეს უბრალოდ ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა მინდა ვთხოვო რომ უკანონო დავალებები არ უნდა შეასრულონ. მე არასოდეს არ მოუწოდებ რომ წავიდნენ უწყების ან სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა. მაგრამ უკანონო დავალებები და ინსტრუქციები არ უნდა შეასრულონ და ყოველთვის უნდა ახსოვდეთ რომ ფიცი დადებულია სახელმწიფოს და მოქალაქის წინაშე და არა პარტიის ივანიშვილის და კიდევ რაღაც მინისტრის ან ვიღაცის წინაშე. ფიცი ამ ხალხს დადებული აქვს ქვეყნისთვის. და ამ ფიცის მთავარი არსი მდგომარეობს რომ უნდა იზრუნონ მოქალაქის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე, მის ქონებაზე, დაცულობაზე, ყველაფერზე და პოლიციაში ეს ყოველთვის უმრავლესობას ეხლა ყოველთვის ესმოდა და ამით ყოველთვის ვამაყობდით ჩვენ რომ ემსახურებოდით სახელმწიფოს და ქვეყანას და დღეს რაც ხდება ეს სხვათა შორის პროპაგანდის რაღაც ნაწილია, როდესაც ფიქრობთ, რომ პოლიციის ნაწილი სწორედ პროპაგანდისტული ნარატივებით არის გაბრაზებული მოქალაქეებზე, რომელზეც ძალადობს? რა თქმა უნდა, ფიქრობ. და ეს პრობლემა იყო მაშინაც, როცა თქვენ იყავით მინისტრი? ეს პრობლემა იყო, მაგრამ ჩვენ ამ ხალხს ვემუშავებოდით ყოველთვის. ჩვენ ამ ხალხს ვემუშავებოდით, ვუხსნიდით, ველაპარაკებოდით, მათ თავისუფლება ჰქონდათ. თავისუფლება ჰქონდათ, არასოდეს არ ყოფილა რომ არ ვიცი, მე დავინტერესებულიყავი ვინ ხმა ვის მიცა. არ არსებობს ასეთი, ან არც არ ყოფილა რომ ადამიანის დახმარება თუ სასწრაფოდ საჭირო იყო, არ ვიცი, რომელ პარტიას ან რა შეხვდილი ხო, არც შინაგან საქმეთა სამინისტროში, არც ეკონომიკის სამინისტროში, არც ბიზნეს ომბუდსმენობისში, არც პრემიერობის მე არ მქონდა ეს გამიჯვნა ან დაყოფა ან სელექციის ეს მეთოდი. ჩემს ყველა თანაბარი იყო პირიქით, იმიტომ რომ სისტემისგან მოწყვლადი ადამიანები, ჩვენ ხო რაღაც ჩვენი ტრადიციული მანკიერებების მატარებლები ვართ, ეს ხო არ ქრება ერთ დღეში და ორ დღეში ხო. რატო არიან ეს ახალგაზრდები თავისუფლები? იმიტომ რომ არ ახსოვთ მათ ეს. და ეს მანკიერება, რომელიც გადმოდიოდა ერთი სისტემიდან, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ამისგან გამთავისუფლდეთ და განთავისუფლების გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ, ხო? ამიტომ მთავარი ამოცანა ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლების უნდა იყოს სრულად ნეიტრალური, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორი, საჯარო მოხელე და სრულად პოლიტიკურად ნეიტრალური, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა. თუმცა ბატონო გიორგი, იმ დროს, როცა თქვენ მნიშვნელოვანი პოზიციები გეკავათ, შინაგან საქმეთა მინისტრი იქნებოდა თუ პრემიერ-მინისტრი, მთელი ის პრობლემები, რომელიც ეხლა გაღრმავებულია, მაშინაც არსებობდა, ხო, იგივე სკოლების პოლიტიზება, დირექტორებზე ზეწოლა, შეიძლება პირადად თქვენ არ ინტერესდებოდით ესა თუ ის ადამიანი, ვისაც
შეძლევდა ხმას. მაგრამ სისტემა ინტერესდებოდა ამით, ხო? იგივე არ ვიცი, გემახსოვრებათ ის კამპანია გახარია ჩემი პრემიერია თუ რაღაც საჯარო მოხელეები რო ვიდეოებს წერდნენ თქვენს მხარდასაჭერად, არ იყო ეს კარგი სანახაობა და არ მომწონდა. არ ხო, მე რომ ყოფილიყავი თქვენ ადგილას არ მომეწონებოდა, შემიძლია დაბიჯერო, რომ არც თქვენ არ მოგწონთ. თან ისეთი ფორმით, რა ფორმითაც იყო. ცოტა სხვა ესთეტიკის ადამიანი ვარ მე ხარ, მე რომ დომებოდა სხვა რაიმად გავაკეთებდი რაღაც. ხო, მაგრამ მაშინ არ აღიქმებოდა ეს, რომ ან მაშინ აღიქმებოდა ეს, როგორც ალბათ უნდა აღქმულიყო, რომ საჯარო მოხელეები ასრულებენ რაღაცა დავალებას, რომელიც არ არის კარგი სანახავი, ხო, და ისინი არ იყვნენ თავისუფლები. იგივე პოლიცია არ ვიცით ხო რომ ვის დავალებებს ასრულებდა მაგალითად ყველაზე გახმაურებულ 20 ივნისის დროს და დანაშაული ერთია როცა სამართალდამცველი შეიძლება რაღაცას აფუჭებდეს მაგრამ გამოძიება არც ერთ მნიშვნელოვან საქმეზე არ დამდგარა და არ ყოფილა ისეთი ეფექტური რომ საზოგადოებას ეთქვა რომ კი ბატონო მოხდა რაღაცა მაგრამ დაისაჯა დამნაშავე იგივე დღეს ვნახეთ უკვე მე მგონი მე-13 ზვიად-რატიანი აქ შემოსვლამდე და ზვიად-რატიანის საქმეც თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროინდელი იყო პირველი ეპიზოდი რის შემდეგაც ის ემიგრაციაში წავიდა ხო მეორე მხრივ მესმის რომ თქვენ ლაპარაკობთ რაღაცა საჭიროებებზე რაც მართლაც საჭიროა რატო ვერ მოახერხეთ ეს ყველაფერი მაშინ როცა ამისი ძალაუფლება გქონდათ იმიტომ რომ მაშინაც ერთი კაცი წყვეტდა ამ ყველაფერს თუ იმდენად დიდი დრო უნდა რომ 2 და 3 წელი არ იყო ამისთვის საკმარისი ესე იგი ის ერთი კაცი მაშინაც გავლენიანი იყო წყვეტდა ყველაფერს ესე არ იყო მაგრამ გავლენიანი იყო თუ ვინმე იყო თავისუფალი მე ვიყავი ყველას თავისუფალი ეხლა რაც შეეხება ეს პრემიერებიდან და კიდევ უფრო თავისუფალი ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი კიდევ უფრო თავისუფალი ვიყავი ეხლა რაც შეეხება მართალი ხართ რა თქმა უნდა მართალი ხართ უბრალოდ ჩვენი პრობლემა არის იმაში რომ ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული რეფორმირება. და აი რატო ვერ ხერხდება ეს რო ვიცოდეთ? გეტყვით, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ყველაზე დიდი სამინისტრო საქართველოში. ეს არის მინიმუმ 45000 ადამიანი და ამ სისტემის რეფორმირებას 1, 2 და 3 წელი არ ეყოფა. მე გეტყვით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა რა არის? შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არიან რიგითი პოლიციელები პრობლემა. პოლიტიკური ხელმძღვანელობაა პრობლემა. შინაგან საქმეთა ეს ერთის მხრივ ჩვენი გამოწვევაც არის, მაგრამ მეორეს მხრივ არის შესაძლებლობაც. აი მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ კარგი ხელმძღვანელობაა, სამინისტრო კარგდება საკმაოდ მოყვება ამაში. მაგრამ თუ ცუდი ხელმძღვანელობა სწრაფად 1 საათში, აი უბრალოდ ეს ვერტიკალში იშლება და დამთავრებულია. იქ მე ვერავინ ვერაფერს ვერ დაიჭერს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს დღეს რაც ხდება ქუჩაში არ მოწონს, მაგრამ ვეღარ გააჩერებენ. აღარ აქვს ამის რესურსი. ხო, მაგრამ მათ ხო შეუძლიათ თქვან, რომ ეს არ მოწონთ. არა, ხა უყურეთ. გაითვალისწინეთ ერთი რამ. მე მაგალითად ბევრჯერ მithქვამს, რომ მე ეს არ მომწონს. ხო, რაღაცაზე. მithქვამს, რომ აი მაგალითად, როდესაც დამდგარა ასეთი მდგომარეობა, გამოსულა და ბოდიშიც მომიხდია, ხო? მაგრამ ეხლა მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე დამოუკიდებლობის სხვა ხარისხი მქონდა. ამ ადამიანებს აღარ აქვთ დამოუკიდებლობის ეს ხარისხი. ჩვენი უბედურება ეს არის. ისინი ვერც შიგნით და ვერც გარეთ ვერ მოახერხებენ ამის ლაპარაკს, თუ შიგნით მაინც ამბობენ. არა, ეს მე არ ვიცი ახლა მე ამას ხარ დავიწყებ ჯერაობას. ვიღაც შეიძლება ბედავს, ვიღაც შეიძლება ვერ ბედავს, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თქვენ უკმაყოფილებას შიგნით უფრო ხშირად აფიქსირებდით თუ გარეთ? მე ჩემ უკმაყოფილებას პრინციპში ხარსაც უჭერდით იმ ყველაფერს. ჩემ უკმაყოფილებას ვაფიქსირებდი იქ, სადაც საჭირო იყო იმისთვის, რომ სისტემა დღითი დღე ცოტა უკეთესი გამხდარიყო, ვიდრე იყო გუშინ და ჩვენ ამას ვაკეთებდით. ხა ერთ დღეში თუ გონია ვიღაცას რომ საოცრება მოხდება და სისტემა რაღაც აი მარტი მაგალითს მოგიყვანთ ერთ რა. ერთ-ერთმა ჩემმა წინამორბედმა იგივე ამ მდგომარეობა თითქმის ძალიან გავს ესე ორი უწყება ერთმანეთს რა. განათლების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასევე მრავალრიცხოვანი სამინისტრო, განათლების სამინისტრო. უნდა გვესმოდეს რომ ამ ორი უწყების სისტემური რეფორმირების და მათი სრული დეპოლიტიზების გარეშე ჩვენ უბრალოდ წინ ვერ წავალთ. მე ეს პროცესი დაწყებული მქონდა. ეხლა მე არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, მაგრამ ჩვენ მქონდა მაშინ დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების მთელი გეგმა მქონდა, რომლითაც იქ უამრავი რამ მოხდა. არასრულწლოვანების მართლმსაჯულების მიმართებაში, ქალთა მიმართ ძალადობის მიმართებაში, არაჩადების მიმართებაში ბევრი რამ გაკეთდა. დღეს ეს არაფერი აღარ მუშაობს. აღარაფერი, იმიტომ რომ ეს თუ არ გააგრძელე, ეს თანმიმდევრული თუ არ არის და ბოლოში თუ არ გახვედი, ეს ყველაფერი იკარგება, ჰაერში გადის ეს ყველაფერი. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ
თავარი ის კი არ არის რომ რაღაც ჩვენ დღეს რას ვამბობთ. თავარია ხვალე რას გავაკეთებთ და როგორ მოვიქცევით და რა გეგმებით. ზუსტად იგივე მდგომარეობა იყო განათლების სამინისტროში. გამოაცხადეს რატო გამახსენებთ რომ მახსოვს ეს დებატები იქ რა დავები რომ გამოაცხადეს რეფორმა განათლების სამინისტროში ყოვლის მომცველი სკოლამდელი სასკოლო პროფესიული წელიწადში ცხადდება. ნუ რეალურად ეხლა რომ დათვალო აი ამ სრულფასოვან რეფორმას ჭირდება ალბათ 1-20 წელი. მაშინ როდესაც გამოსავალი ერთადერთი არის რომ საშუალო განათლების რეფორმით უნდა დაიწყო რა თქმა უნდა და ნუ გასაგებია ეს ყველაფერი მაგრამ როდესაც შენ მეორე და მესამე ვადაზე ხარ და არჩევნები გინდა მოიგო ნუ იზოლებული ხარ ეს ყოილებით პროპაგანდისტულად ასე ვთქვათ დააბოლო ხალხი. ამიტომ არის რომ ჩვენ თუ არ გვექნება პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებები ერთი და ჩვენ თუ არ გვექნება ხელისუფლების ცვლილების მექანიზმი მშვიდობიანი არჩევნების და კოალიციური ხელისუფლება, როდესაც ადამიანებმა იციან, რომ შენ ოპოზიციაში ხარ, თუ მართველი ძალა ხარ, თუ კოალიციურ მთავრობაში ხარ, შენ ყველა სამი პლატფორმიდან შეგიძლია გააგრძელო ფუნქციონირება შენი ფასეულობების და ქვეყნის მსახურება, იმიტომ რომ ეხა ხანდახან ჩვენ ვამბობთ, რომ აი ხელისუფლება, ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილია. კლასიკურ პოლიტოლოგიურ აღქმაში ოპოზიცია გავიგე სხვა მანდატით, მაგრამ ხელისუფლების ნაწილია. ჩვენს აღქმაში ჩვენს პოლიტიკურ კულტურაში ოპოზიცია რაღაც სხვა რაღაცა არა და მარგინალიზებული ჯგუფია, რომელიც გაცმარიცის რას აკეთებს. სახელმწიფოს ებრძვის. მაშინ, როდესაც დღეს საერთოდ დამოყირებული სიტუაცია, ოპოზიცია სახელმწიფოს არ ებრძვის, იცავს და ხელისუფლება ებრძვის სახელმწიფოს, ხო? ნუ ასეა. ბატონო გიორგი, უტიფრობა ახსენეთ და თუ კი თქვენ წარსულს გადავხედავთ ერთ-ერთი სიმპტომი, რაც იყო იმის, რომ ეს ხელისუფლება მიდიოდა თავზარდამცემი უტიფრობების გზით, იყო როცა თქვენ გადადგომას შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციიდან ითხოვდა ხალხი რამდენიმე თვის განმავლობაში, თითქმის 100 დღის განმავლობაში და შემდეგ დაინიშნეთ პრემიერ-მინისტრად. ეს იყო გუნდის აი ესეთი გადაწყვეტილება, რომ აი ზუსტად იმას გავაკეთებთ, რაც ყველაზე მოულოდნელი შეიძლება იყოს ისეთ ადამიანს დავნიშნავთ პრემიერად, რომლის მიმართაც ყველაზე დიდი პროტესტია. თუ რა გადაწყვეტილება იყო ეს? როგორ არ მინდოდა იცით? იცით რამდენიმე? რატო დათანხმდით? კონკრეტულად როგორ არ მინდოდა იცით? აი იმდენი ვიშრომე. იმდენი აი ჟარგონულად რო გითხრათ და ვიჩალიჩე რომ ეს მე არ ყოფილიყავი. ნუ აი ძალიან ბევრი. რა გააკეთეთ? კონკრეტული ქმედებები რა იყო ჩალიჩის? კონკრეტული ქმედებები ჩალიჩის იყო ის, რომ ვარწმუნებდი, რომ სხვა ადამიანი, კონკრეტული ადამიანი, ხა სახელდაგვარს არ ვიტყვი. თქვით ბარემ? არა, ხა თქვით. ბევრად უკეთესი პრემიერი იქნება და მართლა იქნება. ეს ადამიანი ახლა პოლიტიკაშია? არა, არ არის პოლიტიკაში. არც მაშინ არ იყო? მაშინ იყო კი. ეხლა აღარ არის. ეხლა თავის პირად საინტერესო ცხოვრებას ცხოვრობს. კეთილი. სხვა შორის მანდილოსანი იყო. ამიტომ გაითვალისწინეთ ერთი რამ რა. ეს ცხოვრება და პოლიტიკა, ხო? არ არსებობს თეთრი და შავი, არის პალიტრა. მე სანამ ვთვლიდი, რომ პოზიტიური როლის შესრულება შემეძლო სახელმწიფოს მსახურებაში, მე რაღაც კომპრომისებზე პირველ რიგში ჩემ ფასეულობებთან მივდიოდი. რაღაც მომენტში კომპრომისები, როდესაც გახდა შეუძლებელი, უბრალოდ ავდექი და გადავდექი. მე თქვენ გონიათ ახლა მე რო წარმოდგენა მაქვს ისეთი, რომ ახლა მე იდეალური ვიყო და ყველაფერს კარგად ვაკეთებდი, არა რა თქმა უნდა. შეცდომა მაშინ დათანხმება იმდენად არ იყო, რამდენადაც შეცდომა იყო მაგალითად აი 20 წლის არჩევნების შემდგომ კიდევ ერთხელ დათანხმება ეს შეცდომა. 20 წლის არჩევნებსაც მქონდა კითხვა, თუმცა ქალბატონზე გითხავდით, რომელსაც თავაზობდით, მაია მემინოშვილი იყო ეს ადამიანი? არა. მაია მემინოშვილი არც ვიცნობ. კეთილი. 20 წლის არჩევნებზე, ხო, ამაზეც გითხავთ, მაშინაც ხო იყო განცდა, რომ გაყალბდა ეს არჩევნები. კი. მოდით ასე შევთანხმდეთ. როგორ გაყალბდა? ისე გაყალბდა, როგორც ეს გაყალბდა თუ მეტად თუ ნაკლებად. ეხლა ჩვენ გავითვალისწინოთ ერთი რამ, ხო? როგორც ჩვენი საზოგადოება, ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ, ხო? ჩვენ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა ვართ. ჩვენ იდეალური არ ყოფილვართ. საქართველოში არჩევნები იდეალური არ ყოფილა არასოდეს, მაგრამ ჩვენი ამოცანა რაც იყო და რასაც მე ვაკეთებდი, ეს იყო რომ შემდეგი არჩევნები ცოტა უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე იყო იმდინარე.
რა თქმა უნდა, როდესაც იდეალური არჩევნები არ არის, 20 წლის არჩევნებშიც, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები. შეიძლება იყო გაყალბების მომენტებიც, მაგრამ ეს არ იყო სისტემური და ეს არ იყო ხელისუფლების დავალება, ეს არ იყო მთავრობის დავალება. სადღაც რეგიონში ვიღაცას თავი რო გამოეჩინა, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცას იმაიმუნებდნენ, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ 24 წლის არჩევნებზე, 21 წლის არჩევნებიც არ იყო კარგი, მაგრამ 21 წლის არჩევნებში ხა მე უკვე ოპოზიციაში ვიყავი. ხო? და მივიღე მონაწილეობა როგორც ოპოზიციონალ პარტია, მაგრამ 21 წლის არჩევნებსაც ვერ შევადარებ 24 წლის არჩევნებს, იმიტომ რომ 24 წლის არჩევნები იყო საერთოდ საოცრება. ეს იყო სისტემური გაყალბება, გამოყენებული მთავრობის ყველა რესურსი, არამხოლოდ ინსტრუმენტალიზირებული კონკრეტულ ადამიანებში ან პროცედურებში ან კანონმდებლობებში, არამედ ინსონალურ ცოდნებში, არ ვიცი, პერსონალური მონაცემების სხვადასხვა მასშტაბურ გამოყენებებში, ხო? ამიტომ ახლა ის რომ განათლების სისტემას არჩევნებისთვის ყველა ცდილობდა ყოველთვის გამოეყენებინა, რა ფაქტია, რა თქმა უნდა. და ყოველთვის, მე მაგალითად მქონია შემთხვევები, როდესაც 20 წლის არჩევნების წინ განათლების სისტემაზე ვიღაცას ჰქონდა მცდელობა, რომ ხო პარტიას ყოველთვის ჰქონდა ესეთი მცდელობები, ხო, რომ თავისი მიზნების მიღწევა გაემარტივებინა, რომ რაღაც დირექტორები არასოდეს ეს არ დამიშვია. არასოდეს. იმიტომ რომ არ იყო არც ამის საჭიროება, ხო 20 წლის არჩევნებისთან გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ კოვიდის მერე საკმაოდ კარგად ვიყავით. არ იყო იქ რაღაც ეს ჩემთვის გასაკვირი იყო, იმიტომ რომ მე ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, როგორც ორი შვილის დედა, დიდი ხნით კარანტინში და შეზღუდვებში გამოკეტილი, როგორც მართეთ კოვიდი, მაგრამ ხო, კარგად იყავით, ეს მართალია. და სხვარპლის დიდი იყო. კეთილი, აბაზე არ გავჩერდები, უბრალოდ ყოველ ჯერზე როცა მახსენდება როგორი იყო ჩემთვის ეგორი წელი, ხელახლა უბრაზდები. კი ბატონო, კარგად იყავით. მე ვიდაოთ ამაზე ახლა. არა, ამაზე არ ვიდაოთ, გავლილი ამბავი. იმედია მომდევნო პანდემია მალე არ იქნება და ამ გამოცდილებას განხილვა ჯერ არ არის მე მგონი. ასე რომ ვიდასტურებთ, რომ 20 წლის არჩევნები არ იყო იდეალური. არც 21 წლის არჩევნები არ იყო იდეალური. რატო ვამბობ 21-ს? იმიტომ რომ 20 წელში მე ვიყავი პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრი, 21-ში ვიყავი ოპოზიციური პარტია და აქეთ ამხარეს, ხო? მაგრამ ის რაც მოხდა 24-ში ეს სხვა პიესა. ეს აბსოლუტურად სხვა პიესა. სხვა არ შეუდარებელი რამ. კი ბატონო. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, რაც მოგწერეს და აბა ვნახოთ. ერთ-ერთი კითხვა იყო, ხმა რომ ივეციო, ამას ვინანებ თუ არაო? რა თქმა უნდა არა. აი ვინც ხმა არ მოგცა და სხვებს მიცა ხმა, ისინი ინანებენ. რატო არ ინანებენ? დასპირდებით ამ ხალხს ისეც. ვინც პირველ რიგში ვპირდებით იმას, რომ ვიქნებით თანმიმდევრულები. დღეს ქართულ პოლიტიკას ყველაზე უფრო რაც აკლია, ეს არის თანმიმდევრულობა. ეს არის სხვათა შორის ხა ბევრჯერ ფიქრობენ, რომ აი თქვენ რაღაც დამოუკიდებლად გეხართ და აი რაღაც ოპოზიცია იქით არის და თქვენ ეს უბრალოდ თანმიმდევრულობის საკითხია. იმიტომ რომ დღეს საზოგადოება სრულად კონსენსუსის ირგვლივ არის გაერთიანებული, რომ არჩევნებია დასაცავი და ქვეყნის ევროპული მომავალია დასაცავი. ხა რაზე უნდა ედაო ახლა ან თუნდაც ოპოზიციას, ან ოცნების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც იგივე პოზიციაზე არიან. ასები ძალიან ბევრი არიან და სულ უფრო მეტი გადმოვაკეთ. მაგრამ, თვითონ პოლიტიკურ ესთეტიკაზეც არ არის აქ საუბარი, ხო? ჩვეულებრივ ტაქტიკურ და სტრატეგიულ თემებზე ახლა არა თანმიმდევრულობა ეს ჩვენთვის კატეგორიულად მე. ლელოსთან თქვენი ერთიანობა რატო არ შედგა? და სწორად მიიჩნევთ თუ არა უკვე გავლილი ეტაპი ვინაიდან არის ამ გადაწყვეტილებას? კი, სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. კარგი იყო ეს მოლაპარაკებები, ეს აუცილებელი იყო. სწორი იყო რომ მაშინის გაერთიანება არ შედგა, იმიტომ რომ მერწმუნეთ რომ გაერთიანებულები ნაკლებ შედეგს ვაჩვენებდით. თუმცა იმ მცდელობამ და იმ მოლაპარაკებებმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა არჩევნების პროცესში და შემდგომაც ბევრად უკეთ და ეფექტურად კოოპერირების შესაძლებლობა ჰქონოდა გვეთანამშრომლა. ამიტომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაშინ დაიწყო და ეს ყველაფერი გრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვანაირად ჩვენ ახალ პოლიტიკურ რეალობას უბრალოდ ვერ შევქმნით. გავიგე, მე შეიძლება ბევრი რამე არ მომწონს. ხო? მათაც მე გულზე არ ვეხატები, მაგრამ ეს პროცესი აუცილებელია ჩვენ თუ ერთმანეთთან არ ვისაუბრეთ. თავიდანაც ხო ამით დავიწყე.
პოლიტიკური ჭიქში როგორც კი. მნიშვნელოვანია კი კი, რა თქმა უნდა, ამის გარდა. იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე დაშვებას გავაკეთებთ და ჩავთვლით, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება და ვინმესთან თანამშრომლობა მოგიწევთ, ვინ იქნება თქვენთვის სასურველი ძალები სათანამშრომლოდ? ეს ახლა მარჩილობა. ესე არ გაქვთ სურვილები გამოკვეთილი, როგორც სიტუაცია იქნება იმის მიხედვით იმოქმედებს? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. სწრაფ კითხვებს დაგისვამთ ახლა მოწერილებიდან მისი დაკვირვებით ეხლანდელი რობოკოპები ფხიზლები არიან თუ არაო? არ შევალ მე ამ იმაში, არ მჯერა მე რომ ვიღაცა დაეცა იქამდე რომ სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები რაღაც ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. თუმცა ვუშვებ იმას, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც ნიღბებით არიან აღჭურვილები და ამ დაკავების და ცემის პროცესში არიან ჩართულები, ეს არის ერთი 100-150 ადამიანი, იქ მათ შეიძლება ყველაფერი იყოს. მაგრამ ეს არ არიან რობოკოპები. უნდა გვესმოდეს რომ ეს ცოტა სხვადასხვა რამე იქ, დანაყოფები სხვადასხვანაირად არის, ხო? ის ადამიანები, რომლებიც აი ადამიანებს იტაცებენ მომიტინგეებს რიგებიდან, შემდგომ ცემენ, ძარცვავენ და მერე გადასცემენ პატრულს, რომ ვინ არის ეს ხალხი? განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები, ესე ვიცით, ჩვენ არ არიან ესენი ეს ხალხი? არ არის ეს. არა, გაფორმებული შეიძლება იყვნენ ყველგან. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი რო გესმოდეთ, ხო? განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ქვეყანაში, ხა არ მახსოვს ზუსტად ციფრები რო გითხრათ, მაგრამ ეს არის რამოდენიმე დისლოკაცია საქართველოში გაშლილი. ეს ხალხი ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ყაზარმულ მდგომარეობაზე არიან, ისინი გადიან მუდმივ წრთნებს, მუდმივ ტრეინინგებს, მათი მთავარი ამოცანა და ცოდნა არის მასებთან მუშაობა, მასების მენეჯმენტი, მათი მართვა, ხო? არა გატაცება, ცემა, ძარცვა და ეს სხვა რამეა საერთოდ და მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს აქ ინფილტრირებული არიან რაღაც გაურკვეველი დაჯგუფების წარმომადგენლები. ვინ შეიძლება იყვნენ ეს ხალხი? ვინც გინდა, ვიღაცა არ ვიცი, ვიღაცა კრიმინალი, ვიღაცა ყოფილი კრიმინალი, ვიღაცა ყოფილი პოლიციელი, ვიღაცა ყოფილი სპორტსმენი, რა ვინც გინდა ის შეიძლება იყოს. რომელიც სადიპოვა ბატონმა ხარებად წოდებულმა ზვიად ხარაზიშვილმა. ქუჩაში. და გაფორმებული ყავს ბიუჯეტის საჯარო მოხელეობა. მარტივად შესაძლებელია ეს ყველაფერი. კეთილი. კონკრეტ ბევრი რამე მაინტერესებს ერთ-ერთმა მოგწერა, მაგრამ ყველაზე მეტად კონკრეტულად რა გააკეთა მისმა მთავრობამ ქვეყანაზე რუსული გავლენის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯები და შედეგები მაინტერესებს, მისი პოზიცია ზოგადად არაო. ეს მე მგონი გრძელი თემაა და მოკლედ თუ შეგიძლიათ. მარტივად მე შემიძლია აი მარტივი რამ გითხრათ. ჩვენ დროს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმის რომ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე ყოფილიყო შემცირებული და ჩვენი ეკონომიკა და ბაზრები ყოფილიყო დივერსიფიცირებული. უბრალოდ შეხედეთ ციფრებს. და ის რაც ხდება ახლა არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს ერთი კონკრეტულად რაც მომდის პირდაპირ. მეორე, ჩვენ რაც გავაკეთეთ მაგალითად ჩორჩანაში, ეს იყო გმირობის ტოლფასი. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ოკუპაციისგან დავიცავით ქართული მიწა ძალიან დიდი. რა თქმა უნდა გარკვეული რისკების ფასად, მაგრამ სხვათა შორის რო იცოდეთ, ის ოპერაცია მაშინ GDD-ს თანამშრომლებმა შეასრულეს. ისიც უნდა იცოდეთ, აი GDD-ს თანამშრომლებს დღეს ხო მოძალადეებად წარმოვაჩენთ, მაგრამ საოკუპაციო ხაზს, როგორც ცხინვალის რეგიონთან, ასევე აფხაზეთთან GDD-ს ხალხი პატრულირებს და აკონტროლებს. მე მინახავს ეს ხალხი საოკუპაციო ხაზთან და მათი შრომა, როგორც ადგილობრივებისგან მომისმენია, არის ფასდაუდებელი და ძალიან მნიშვნელოვანი და ამის ფონზე ორმაგად სევდიანია ამ ხალხს მეცაცემად იყენებს. მეცაც გეტყვით. ჩემ დროს მე არ მომბოლეს მარტო ჩემი დამსახურება, მაგრამ საქართველოს გახდა საბოლოოდ ასოცირებული ტრიოს ლიდერი და ყველა იყო დარწმუნებული, რომ როგორც კი ევროკავშირის გაფართოების საკითხი დადგებოდა, საქართველოს იქნებოდა პირველი რიგში. ჩემ დროს შეგიძლიათ ესეც გადაამოწმოთ, ისეთი ფორმები იყო თანამშრომლობის ნატოსთან, შავ ზღვაზე მათ შორის, რომელიც საერთოდ აქამდე არ არსებობდა ერთობლივი წრთნების. ეხლა და კიდე ბევრი რამე შემიძლია მოვყვე. უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთისგან თავის დაცვის მთავარი განზომილებები არის ეკონომიკა და უსაფრთხოება. ეკონომიკურ ნაწილში ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი არის ევროკავშირი და ევროპის ბაზრები და მათთან ეკონომიკური თანამშრომლობა, ამ ბაზრების გამოყენება უსაფრთხოების ნაწილში, რა თქმა უნდა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო და მათთან თანამშრომლობა. ეხლა
ეს იყო მთავარი, რაზეც ჩვენ მუშაობდით და რა თქმა უნდა, ხა რეგიონალურ ნაწილში მე პირადადაც პერსონალური ურთიერთობები მქონდა ამ ქვეყნების ხელმძღვანელობთან. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი იყო და ვერ მოგზაურობდი, ვერ დავდიოდი, მაინც მოვახერხე. და ეს გავაკეთე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი მაშინ ევროპის მიმართულებითაც, ნატოს მიმართულებითაც, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებითაც, რეგიონში ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნების მიმართულებითაც, როგორც არის თურქეთი. იყო აი პიკში. ასევე მაინტერესებს, რა სახის კავშირი აქვს საპატრიარქოსა და ქართული ოცნების მთავრობებს, ვინ არის კომუნიკაციაში მათთან, როგორ თანხდება მესიჯბოქსები, რაზე ვაჭრობს საპატრიარქო და ასე შემდეგო. თქვენ თუ ყოფილხართ ვაჭრობაში ჩართული? ამ კითხვას ნება მიბოცეთ და ზოგადად უპასუხებ. მე საერთოდ თვლი, რომ ნებისმიერმა მთავრობამ იმდენი პატივი უნდა წეს ქართულ ეკლესიას და საპატრიარქოს, რომ მისცეს მათ შესაძლებლობა, რომ მთავრობა და სამთავრობო პოლიტიკა არ ირეუდეს მათ საქმეში. ეს ყველაზე დიდი დაფასება იქნება, ყველაზე დიდი დაფასება იქნება ეკლესიის და ამავე დროს იქნება ყველაზე დიდი დაცვაც მთავრობისთვის, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში რაღაც მცდელობებისგან. მე ასე ვიქცეოდი და მინდა გითხრათ, რომ არანაირი პრობლემა არ მქონია. არანაირი პრობლემა არ მქონია და ეს ურთიერთობები იყო ისეთი, როგორც უნდა ყოფილიყო საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის. მესმის, რომ სხვა პრემიერებისგან განსხვავებით შეიძლება მე ბევრს არ უყვარდი. გულისხმობ ეკლესიის გადმოსახედიდან, მაგრამ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მე ყველაზე დიდ პატივს ვცემდი ეკლესიას და ამით ვადასტურებდი ამ პატივისცემას და მე ვთვლი, რომ ეს ასე უნდა იყოს. ახლა კომუნიკატორი ვინ არის? და ეს, თქვენ დროს ვინ იყო? თუ არავინ არ იყო? მე ვიყავ. და ვის ელაპარაკებოდით საპატრიარქოში? იყო იერარქები, ეკონომიკურ ნაწილში იყო ერთი, რაღაც ისტორიულ ნაწილში იყო მეორე, ძალიან ბევრს მუშაობდით მაგალითად მცხეთის პრობლემებზე და რა ვიცი, მე არ მქონია ესეთი პრობლემები. სახელმწიფომ რა უნდა ქნას, რომ ეკლესიას პატივიცეს კი ბატონო, მაგრამ ეკლესიამ რა უნდა ქნას, რომ სახელმწიფოს სეკულარულ სახელმწიფოს პატივისცეს? მოგწონთ როგორც იქცევა მაგალითად საპატრიარქოს ბოლო დღეების განცხადებები აქციების პარალელურად? მე მომწონს, არ მომწონს ეს გემოვნების საკითხია, ხო? ფაქტია, რომ ჩვენს კონსერვატულ საზოგადოებაში ეკლესიის როლი არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. ამიტომ მე ყოველთვის ვთვლიდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს პროცესი განვითარების, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების მხარეს, ეს ეკლესიის მხარესაც არის და ჩვენ თუ არ გავუფრთხილდით ამას ყველაფერს და თუ რადიკალიზაცია შევიტანეთ აი ამ სფეროშიც, იმიტომ რომ არ არის შეტანილი? მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველ რიგში სახელმწიფოს მთავრობის დამსახურება ეს. იმიტომ რომ მთავრობა აი ასე ცდილობს შემოიტყუოს, შემოითრიოს, აი როგორც მაგალითად ბავშვების ვითომ დაცვის თემით შემოითრია ისეთი სენსიტიური თემები საქართველოს. მაგრამ ყველაზე ძლიერ ინსტიტუტზე ვლაპარაკობთ და ზრდასრულ ადამიანებზე. თუ არ უნდათ როგორ შემოითრიოს სახელმწიფო მათსა? მოდით ასე ვისაუბროთ. გაითვალისწინეთ ერთი რამე, რომ სახელმწიფოს მექანიზმები ზემოქმედების საკმაოდ სერიოზულია. კი, ეს გამოჟონილმა ფაილებმაც აჩვენა. შანტაჟისაც და კიდე ბევრი რამის. და ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რა მორალური ფასეულობების ადამიანები ფლობენ ამ ინფორმაციას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიღაცა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ან კორუფციისთვის კადრულობს ერთს, ვიღაცა ორჯერ უფრო მეტს. ამიტომ ჩვენ მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ, აი ბერკეტების შეკავებების, ამიტომ გჭირდება ჩვენ დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ეკლესია იყოს დამოუკიდებელი მთავრობისგან, ისევე როგორც მთავრობა უნდა იყოს დამოუკიდებელი ეკლესიისგან. ამიტომ აქ ეს ბოლოდროინდელ განცხადებებს არ აფასებთ საპატრიარქოსს. მე არასოდეს არ ვაფასებდი საპატრიარქოს არასოდეს. და მნიშვნელობას ანიჭებთ? თუ მნიშვნელობასაც არ ანიჭებთ? მნიშვნელობას რა თქმა უნდა ვანიჭებ. ეს ჩემი პერსონალური ფასეულობების საკითხია და არც მაშინ არ ყოფილვარ, როგორ გითხრათ, იმ პოზიციაში, რომ
ასეთ ინტიმურ საკითხებზე თავისუფლად გამომეთქვა ჩემი აზრი და არც ეხლა არ მივცემ ჩემ თავს ამის უფლებას. აუ სწორად მაგ შეგრძნება რომ ფრთხილობთ ამ თემაზე საუბრისას და სიტყვებს ვუფრთხილდები. მე კი არ ვფრთხილობ. ვუფრთხილდები. კი, სწორად გაქვთ ეს შეგრძნება. ვუფრთხილდები მილიონობით ადამიანის გრძნობებს. კეთილი. რატომ იმუქრება სულ იმდენი რაღაც ვიცი პირი არ მომაღებინოთო, ანუ კიდევ რასელოდება ოცნებისგან ისეც რომ მათზე არაფერს სულს არ ლაპარაკობს. მე არასოდეს არავის არ ვემუქრები. როდის ოცნებაზე სულს რატო არ ლაპარაკობთ მაშინ? რეჟიმი მეთქი ხო თქვით. ეს არის საკმაოდ. ცუდი რა უნდა ვთქვა ახლა, ცუდი რა გავლანძღო, ამასინად ფიქრობდი ხა. ცუდი ფიქრობთ მათზე ისე? არა, აგიხსნით ახლა რაზე ვფიქრობ, რატო ვთქვი რომ ამასინად ფიქრობდი. დღეს იყო თუ გუშინ არ მახსოვს. ეს ჩემი ყოფილი კოლეგა, ყოფილი პრემიერიც. არ ვიცი რაღაცაზე ვიღაცამ რაღაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აი არც ვიცი და ირაკლი ღარიბაშვილს ხო და დღეს უცებ ეთყობა გამოდგეს რაღაცის უარყოფის მიზნით და კიდევ ერთხელ რაღაც მოღალატე გახარი. აი საერთოდ არ მიხსენებია ეს ხალხი რა. აი არ ვაკეთებ უბრალოდ შეფასებებს რა. არ ჩერდებიან. ახლა ეს ჩემზე ხა არ მოქმედებს რა თქმა უნდა. ხო მე შეიძლება ვიღაცას იდიოტი და მეგობრები არ დაგრჩათ მათ წრეებში, ვისთანაც კვლავ კარგი ურთიერთობა გაქვთ. არც მყოლია მე მეგობრები ამ წრეებში. მე არ მყოლია. მე ვიყავი ტექნიკური. მე არც არ ყოფილი ვარ არც ივანიშვილის ახლო წრის წევრი. არც არ ყოფილი ვარ პარტიული. საერთოდ არანაირი კავშირი არ მქონია მაგ პარტიას. რაღაც მომენტში გავხდი შემდგომ იძულებოდი და მეგობრები არ მყოლია. ნუ ადამიანები ვისთან ურთიერთობას სასიამოვნოდ მიიჩნევდით იმ დროს. ვინმე სიამოვნება და სამსახური განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში, მთავრობაში ან პოლიტიკაში ხარ, ნუ რაღაც მე ვმიჯნავ მას ყველაფერს. ანუ ახლა არავიზე არ გწყდებათ გული, რომ ესე განვითარდა მათი ცხოვრება, ვინც იქ არის დარჩენილი? არა, ვიზეთ შეიძლება თეორიულად გული დამწყვეტო და ის ადამიანები უკვე დიდი ხანია იქ აღარ არიან. კეთილი. რომელი მინისტრის პორტფელი უნდა და რატომ პრემიერისო? ესეთი ოდნავ მე მგონი ირონიული კითხვაა. რა უნდა? რომელი მინისტრის პორტფელი უნდაო? მე მინდა ეხლა? ხო, აი იმ შემდეგი არჩევნების მერე. არა, მე არ ფიქრობ ამაზე. არც ერთი არ გინდა. არა, მე ფიქრობ, რომ საქართველოში პოლიტიკა რეალური იქნება პარლამენტში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პარლამენტი გახდეს პოლიტიკური პროცესის ცენტრი, იმიტომ რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობ, ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა არის საპარლამენტო დემოკრატია. მთავრობა რაც უფრო ტექნიკური იქნება, უკეთესია, განსაკუთრებით გარდამავალ ეტაპზე, იმიტომ რომ კოალიციურობა და კომპრომისის კეთება უნდა ვისწავლოთ და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს პარლამენტში. ამიტომ საერთოდ არ მაქვს არანაირი ინტერესი დღეს საუბრობ ამ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ და საერთოდ არ ვთვლი, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა დღეს საერთოდ ჩვენ კონსტიტუციური მოწყობის შესაბამისად ძალიან დაკნინებულია პარლამენტის როლი, რომელიც აუცილებლად უნდა აღვადგინოთ და სადაც წინა ხაზი იქნება ბრძოლის, მე იქ ვიქნები. ჩემთვის პროცესია მთავარი. ჩემს არის პროცესი მთავარი და ამიტომ მე ამ პარტიულ მშენებლობასაც და პარტიულ ცხოვრებასაც უყურებ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში და არა რაღაც კაბინეტში შესვლას. მე რო იქ უნდა ვიმბო და იქ ვიქნებოდი. კეთილი. შეიძლება თქვა აქამდეც, მაგრამ არ მომისმენია და გულწრფელად მაინტერესებს, როგორ და რატომ მოხდა ქოცებში, ან რატომ წამოვიდა გამოუშვეს, ან რო გვარბევდა 2 წლის წინ, იმაზე რას ფიქრობს ახლა ინერია. 2 წლის წინ არ გარბევდით ხეს. როცა გვარბევდით. ესე ვიტყვით. თქვენ იმას რა ქვია, პარლამენტში შეჭრას მსწელობდით და დღეს ისევ ესე ფიქრობთ. და ფიქრობ არა. ვიცი და შემიძლია რა ვიცი, დოკუმენტური მასალაც გაგაცნოთ. თუმცა არ უარყოფ, რომ რაღაც კონკრეტული გადაცემები და შეცდომები იყო დაშვებული. ოცნებაში მოხდა აბსოლუტურად შემთხვევით. ეს იყო საერთოდ შემთხვევით. მე დიდი ხანია ვცხოვრობ. მეგონი ეს მოყოლილი გაქვს. კი, მოყოლილი, მე დიდი ხანია ვცხოვრობ საქართველოში და შემთხვევით მოხდა აბსოლუტურად. წამოსვლა იყო აბსოლუტურად გააზრებული, კონკრეტული მიზეზებით გამოწვეული, ეს არ იყო რაღაც შემთხვევითი გადაწყვეტილება. რა იყო კიდე? როგორ მოხდა და როგორ წამოვიდაო? თუ გამოუშვესო? შემთხვევით. არა, მე ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემით, არავის წარმოდგენა არ ქონდა, რომ მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ყველა შოკირებული იყო. დღესაც მაქვს დარჩენილი სხვათაშორის ტელეფონში ის SMS-ები, რა ხდებოდა. წარმოუდგენელი იყო მათთვის ეს. ბიძინა ივანიშვილმა მოგწერათ SMS-ი ამ დღეს? არა, მე იმის შემდგომ არანაირი საერთოდ არანაირი კავშირი არ მქონია მასთან. ანუ წამოსვლის მერე არანაირი კონტაქტი არ ქონია. არც მასთან არ შემითანხმებია ჩემი წამოსვლა. ვინ იყო გაკვირვებული?
თუ ლეგიონია მათი სახელი. შოკირებული იყვნენ ბევრი. და როგორ ბევრდით ამას თუ ნანობთ, ეს იყო ბოლო კითხვა იმ ავტორის კითხვის. რა თქმა უნდა ვნანობ და რა თქმა უნდა მე ყოველთვის მოთმინებით მივიღებ ამ კრიტიკასაც და კითხვებსაც ამასთან დაკავშირებით და არ ვიცი რაღაც ამ რიტორიკულ კითხვასაც ვინ გასცა ბრძანება და მე მესმის ეს ყველაფერს თავისი დრო ჭირდება. მოვა დრო, როდესაც ეს კითხვა ამ კითხვას ოდესმე უპასუხებთ ისე ამომწურავად როგორც საზოგადოება ამას ელის მე სპეციალურად არ ვსვამ. კი, რა თქმა უნდა და გეტყვით როდის იცით? როდის? როგორც კი ამ კითხვასთან ერთად დაისმება მეორე კითხვა ვინ გასცა შტურმის ბრძანება, რა თქმა უნდა მემორალური უფლება მექნება იმაზე რომ ამ კითხვაზე ეხლა რო კითხოთ მიპასუხებთ ამაზე ვინ გასცა შტურმის ბრძანება? არა. ეს ჩემს მიმართ ასმული კითხვა კი არის. ეს უნდა იყოს ზუსტად ისე ნატანჯი და გამოწრთობილი კითხვა საზოგადოებაში როგორც იყო ვინ გასცა ბრძანება და აქეთაც უნდა დაისვას ასეთი კითხვა შტურმის ბრძანება ვინ გასცა. და ეს არის რატო არ ამბობთ ამას? მე ყოველთვის ვამბობ რომ ვისაც არ უნდა გაეცა შტურმის ბრძანება ან ვისაც არ უნდა გაეცა სხვა რაიმე ბრძანება ამ ღამეზე პასუხგებელი ვარ მე. იმიტომ რომ მე ვიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი და თუნდაც დავუშვათ და ვიღაცამ იქ ჩაერია, ესეც ჩემი პრობლემაა. და ამას ჭირდება ცოტა ესეთი დრო, უნდა დავშორდეთ ამ დროს და მე ვისაუბრებთ ამაზე. კეთილი. შემდეგი კითხვა რაც მაქვს, მე სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდხანს არა, ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, იმიტომ რომ 20 ივნისის შემდეგ დაზარალებული ადამიანების ისტორიებს ვაგროვებდი, ვაშუქებდი და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არ იყო ჩემთვის მარტივი ამ დასახიჩრებულ ადამიანებთან ლაპარაკი, რომელთა ნაწილიც საბოლოოდ ჩემ კარგ ნაცნობებად და მეგობრებად იქცნენ და ხშირად მიფიქრია, სანამ თქვენ ხელისუფლებაში იყავით იმაზე, რომ თქვენთან რომ მქონდა ინტერვიუ, რა კითხვებს დაგისვამდით, მაგრამ ნუ მაშინ არ მქონდა თქვენთან ინტერვიუ და გუშინ როცა უკვე დაგვიდასტურეთ რომ დღეს მოდიოდით პირველი რაც გავაკეთე ნაკოს მივწერე გომურს თუ ქონდა მას თქვენთან რაიმე კითხვა იმიტომ რომ საფხულში ველაპარაკე ბოლოს საფხულში ქონდა ინტერვიუ და მითხრა რომ პრინციპში აღარაფერი მაქვს მასთან სათქმელიო მაგრამ მაინც ჩემი მორალური სიმყარისთვის მინდოდა მეკითხა რომ თუ რაიმე კითხვა ქონდა შემეძლო გადმომეცა და მაკომ თქვა რომ დანაშაულო ბავშვი ვერ დამიცვა და რა უნდა მიპასუხოსო და თუ კი რამე იცის თუ ნამდვილად ოპოზიცია მაშინ ამ ხელისუფლებაზე ილაპარაკოს რაც იცისო ეგ თქვას ეგ არის ხა მნიშვნელოვანიო ამას თუ ნანობთ ეს უკვე ჩემი კითხვაა რომ მაკოსთან რაღაცნაირად მიუხედავად ბევრი დაპირებისა რომ შეხვდებოდით და ელაპარაკებოდით და ასე შემდეგ ვერ მოახერხეთ ისეთი კომუნიკაცია, რომ ეს გულისწყობა არ ქონოდა უდანაშაულო მოქალაქეს, რომელიც პრინციპში სახელმწიფო მართლაც ვერ დაიცვა, ხო? და მერე გამოძიებაც ამ დრომდე ჰაერშია დაკიდებული. და ხო, თუ ფიქრობთ, რომ რამე ისეთი გაქვთ სათქმელი, რაც თქვენგან დაზარალებულ ადამიანებს შეიძლება გულს მოეფონოთ დღევანდელ ხელისუფლებაზე. ნუ მე ბევრ რამეს ვნანობ შეიძლება, ხო? მაგრამ არის რაღაცები, რაც არ ვსაუბრობ. და გაითვალისწინეთ რომ ჩემი უფლებაა. გასაკვირველია. ისევე როგორც თქვენი უფლებაა, სანამდე არ მოგბეზდებათ ეს კითხვები დასვათ. ნუ მე ერთადერთი რაც დამრჩენია, მოთმინებით მივიღო აი ეს პათეტიკა. ნუ ოკეი, მე მზად ვარ მივიღო და გაღიზიანებთ ეს პათეტიკაც მიიჩნევთ? არ მივიჩნევ. ეს პათეტიკა ჩემ აქმაში, ხა რა თქმა უნდა, თქვენ აქმაში ეს სხვა რამეა. გაღიზიანებით არ მაღიზიანებს. უბრალოდ ვიცი რომ ნუ ეს ჩემი თვირთია, რომელიც მე უნდა მოვითმინო. ნუ ვითმენ. ასე რომ მე ჩემთვის მთავარია რომ მსგავსი არ განმეორდეს, ან კიდევ უარესი არ მოხდეს. ეს არის მთავარი ამოცანა დღეს, თორე ახლა წარსულში ბევრი რამე მომხდარა და მადლობა ღმერთს რომ ჯერ კიდე ეს ასე ვთქვათ ხაზი ზღვარი არ არის გადალახული. ვფიქრობ, რომ ეს არის თავი ამოცანა დღეს. ეხლა რაც ხდება, ამას არ მიიჩნევთ 20 ივნისზე უარესად ბოლო ორ კვირაში? როგორ გითხრათ, იცით, რთულია ხა ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. 20 ივნისი როგორც არ უნდა შევაფასოთ, რანაირადაც არ უნდა შევაფასოთ, ეს იყო ფიზიკური თავდასხმა შენობაზე. სახელმწიფო ინსტიტუტზე. რომელიც მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა დამეცვა. აღარ შევდივარ ხა დეტალებში. კი ბატონო.
ეს იყო ორგანიზებული ფიზიკური შეტევა თავდასხმა. დღეს რაც ხდება, ეს არის მშვიდობიანი აქცია, რომელსაც უსწორდებიან ბევრად უფრო მძიმე მეთოდებით. რა თქმა უნდა, მე საერთოდ ვთვლი, რომ აქამდე რომ მივედით, ეს ყველა ჩვენი ბრალი. იმიტომ რომ ერთხელ მიასხეს წყალი საერთოდ აი ყველანაირი აგრესიის გარეშე მჯდომ ადამიანებს, ხო? და იმის მაგივრად რომ მედიას, NGO-ებს და ყველას ამაზე გაეკეთებინა აქცენტი, ისინი ყველანი ისევ 20 ივნისზე ლაპარაკობდნენ, იმიტომ რომ 20 ივნისი პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი იყო. თორე სინამდვილეში თქვენ ჩვენ ყველა წყალზე მისხმისას ვამოწმებდით ტემპერატურას და ვაფასებდით მშვიდობიანი იყო თუ არა ის აქცია და დასარბევი. ჩვენზე არ ვიცი ეკრიტიკას ჯერა, მაგრამ გაითვალისწინეთ ჩვენი მედიის. კი ბატონო, გაითვალისწინეთ ერთი რამ, რომ მართლა ასე იყო რაღაც მომენტში. სახელმწიფომ დაიწყო არა პროპორციული კი არა ლეგიტიმური ძალის გამოყენება აბსოლუტურად მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ, რომლის უბრალოდ კანონით უფლება არ აქვს. და არავინ ამაზე არაფერს არ ამახვილებდა, არაფერს არ ამბობდა. ეხლა ჩემი ტვირთებიდან გამომდინარე, არ იყო სწორი მე რომ ამაზე ეხლა რაღაც ალარმი და ყვირილი დამეწყო, ხო? თუმცა სადაც შემეძლო ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ ფუნდამენტურ რაღაც უფლებებზე ვსაუბრობთ ეხლა, ხო? როდესაც შემდგომ დაიწყო სტრატეგიულ ობიექტებში რაღაც ერთი შენობის შეღუნება, სასწაული რაღაცები ხდებოდა. ამიტომ ეხლა ეს შეუდარებელი, ეხლა როდესაც ადამიანი ხლაპუშკას ისვრის და შენ ამით ცდილობ გაამართლო შენი სპეციალური ძალების სრული მასშტაბით გამოყენება, არ ვიცი ხა ეს საერთოდ შეუდარებელი რამეა. ის რაც მოხდა 20 ივნისს და ის რაც ხდება ეხლა არ დარდება ერთმანეთს. მე მესმის რომ თქვენთვის შეიძლება კი არა და ალბათ ძალიან შემაწუხებელია მუდმივი ვიკითხები 20 ივნისზე, თუმცა 20 ივნისი ალბათ იყო რაღაცნაირად გარდამტეხი მანამდე აქციების დაშლა დარბევასა და შემდეგ რაც მოჰყვა ამას, იმიტომ რომ შოკი იყო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ამდენად აქციაზე დაშავებული ადამიანი ერთ ღამეში, კი ბატონო, შტურმით შეიძლება შოკი იყო სახელმწიფოსთვის, თუ კი მეორე მხრიდან შევხედავთ, ხო? როცა ეს დღე დადგა, ხო? და ალბათ ამითიც აიხსნება, რატომ კი სვამენ კითხვას მუდმივად ადამიანები ამის შესახებ. არ გამოვხატავ ჩემს. გარკვეულწილად ფიქრობთ, რომ ეს ამის ნიადაგის მომზადება იყო, თუ დამოუკიდებლად აღიქვამთ მაშინდელ მოვლენებს და ყველა შემდეგი აქციის დარბევებს. 20 ივნისს ჰქონდა თავისი პოზიტიური შედეგებიც, ის რომ ამის შემდგომ არავის ძალადობით პარლამენტში შეჭრა არ გაუბედია. არც დაუპირებით, არც დაუგეგმია. და საერთოდ ძალიან როგორ გითხრათ რადიკალური, რომელიც დღესაც არსებობს, ხო? ნაწილი აგრესიული ნაწილი, რევანშისტული ნაწილი, რომლებიც დღესაც არიან. ისინი და ამის შემდგომ პროტესტი სრულად მშვიდობიანი გახდა. და სახელმწიფომ კიდე რეაგირება უფრო გაამკაცრა. თუმცა თუ კი ვილაპარაკებთ რეჟიმზე, შესაძლებელია რეჟიმის სრულად მშვიდობიანი პროტესტით შეცვლა? ეს რა შეეცით საკითხი? რა თქმა უნდა შესაძლებელია. საერთოდ მე არ მჯერა ძალადობით შეცვლილი ხელისუფლების შემდგომში სწორი საქმეების არ მჯერა ამის, იმიტომ რომ ნებისმიერი რევოლუცია ჭამს თავის შვილებს? თავის შვილებს ჭამს არა. თავის წინამორბედზე ბევრად უარესი ხდება. რანაირი რევოლუციაც არ უნდა იყოს, მშვიდობიანი, არამშვიდობიანი, ჩვენ ეს გამოცდილება გვაქვს. აი შედარეთ მაგალითად შევარდნაძიდან სააკაშვილზე გადასული ხელისუფლება. და შემდგომაც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ იგივე შეცდომას არ დაუშვებთ. მასშტაბური, მასობრივი, მშვიდობიანი მოძრაობა, აქცია კი არა, მოძრაობა, ეს არის ის გამოსავალი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარება ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. თორემ მერწმუნედ ცემა ტყება, ძალადობა დაგვაბრუნებს ზუსტად იქ, სადაც 2012 წელს გვეგონა, რომ გამოსავალი ვიპოვეთ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამიტომ მე უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გამოსავალი არჩევანიც არა გვაქვს. ეს ერთი. ეს სუფთა
ჩვენი აი რაღაც ისტორიული განვითარების, დემოკრატიის განვითარების და შემდგომი ისტორიული პერსპექტივის კონტექსტში ვამბობ. მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებოთ, იცოდეთ, რომ ჩვენი რა არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ არ გაუშვათ შესაძლებლობა ქვეყანა მივიდეს ევროპულ რელსებს კი ბატონო. ევროპულ რელსებს. იცოდეთ, რომ ნებისმიერი სახის რევოლუციური, ძალადობრივი, აგრესიული სცენარი ზუსტად ისე დააზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, როგორც იდიოტური განცხადება გაკეთებული 28-ში იყო თუ რაღაცა. ეს ვერავინ ვერ გეტყვით თქვენ დღეს, ვერც ერთი ევროპელი ჩინოვნიკი ან ბიუროკრატი ვერ გეტყვით რა უფრო დამაზიანებელი იქნება. იმიტომ რომ იმ იდიოტურ განცხადებას ჩვენ თუ გონიერად უპასუხებთ კი ბატონო. და ბოლოს კითხავდით, როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ალბათ გარკვეული წარმოდგენები შეიძლება ეს ინფორმაცია დააპდეითებულია და თქვენ არ ვიცი ხა რა ინფორმაციაზე მიგიწვევათ ხელი, მაგრამ მგონია რომ მაინც საინტერესოა თქვენი მხრიდან ამ საკითხზე აზრის მოსმენა. ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ პოლიციის ძალებიც, რომელზეც პრინციპში დგას დღეს სისტემა, ამოწურვადია და შეიძლება გამოიფიტოს. მეორე მხრივ ამბობენ, რომ რატომ სულ შეიძლება ძალადობა იყოს იმ მასშტაბის, რომ საზოგადოებას თავს არ სცემდეს. როგორ აფასებთ ამ ძალების ეფექტურობას, თუ კი რეჟიმის არსებობას დაუშვებთ რეჟიმის დაცვის საქმეში? მოდით ასე ვთქვათ, რეჟიმი დღეს დგას სამწუხაროდ ძალადობრივ კომპონენტზე, პროპაგანდისტულ კომპონენტზე და კორუფციულ კომპონენტზე. ეს არის ამ რეჟიმის ანუ არა მხოლოდ ამ შეიარაღებულ და არა შეიარაღებულ პოლიციელებზე, რომელიც ქუჩაში გამოყავს. რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს, რომ ფაქტობრივად ძალადობრივი კომპონენტი შედგება სახელმწიფოს საპოლიციო ძალებისგან და ასევე კრიმინალური ნაწილებიც დაემატა ახლა ესა. პროპაგანდისტული ნაწილი შედგება არა მხოლოდ პროპაგანდისტული ტელევიზიებისგან, არამედ იქ მთელი ექსპერტული საზოგადოების ქსელია შექმნილი და იქ კიდე სხვა ბევრი კომპონენტია. და კორუფციასთანაც არის გადაჭრილი. რა თქმა უნდა, და ეს ამას ყველაფერს ასაზრდოებს კორუფცია. ეს სამ ფუნდამენტურ მანკიერ სისტემაზე დგას. აქედან რო გვესმოდეს ყველაფერი ამოწურვებია. ყველა მიმართულებით რესურსები არის შეზღუდული. პირველი რომელი რესურსი ამოიწურება? პირველი ამოიწურება, რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსი. საპოლიციო ძალების ნაწილში, ახლა მე არ მინდა აქ რაღაც დეტალებზე ვილაპარაკო, რომ სერიოზული დეფიციტი, პრობლემებია უკვე. იმიტომ რომ ჩვენ ხო ტყუილ არ მოქმედებთ ასე ხო? მაგალითად, ხანგრძლივი განგრძობადი მასობრივი აქციები, მასშტაბური აქციები თბილისში, რუსთაველზე, საღამოობით. ამას ჭირდება რამოდენიმე ლოკაცია კიდე თბილისში, რამოდენიმე 3-4, ოღონდ დღისით და ამას პარალელურად ჭირდება 5-7 ქალაქში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ასევე საპროტესტო მოძრაობა. სასურველია მაღალმთიან ქალაქებში. არა, მაღალმთიან ქალაქებში ვერ გავაკეთე, არ გვჭირდება მაღალმთიან ქალაქებში, სასურველია ისეთ ქალაქებში როგორც არის ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი. რა თქმა უნდა. რუსთავი, ძალიან მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა, რესურსულად ეს ყველაფერი ლიმიტირებულია, ხო? ეხლა ყოველ მეორე დღეს მუშაობა, საკმაოდ რთულია საპოლიციო ძალებისთვის. აქ არის ერთი რისკი. ჯარი. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე მაქვს შემაშფოთებელი ინფორმაციები, რომელიც არ ვიცი და იმედი მაქვს რომ არ დადასტურდება, რომ ჯარში კონკრეტული ადამიანები, მე მათ სახელით და გვარებით ვიცი, უმაღლესი თანამდებობის პირები ამ პროცესში უკვე ჩართულები არიან, ვერ ახერხებენ სრულად დანაყოფებთან მუშაობას და ინდივიდუალურად რაღაც ჩვეულებებს აწერინებენ და ადამიანებს აცვავენ, ხდიან ჯარის ფორმას და აცვავენ ამ სხვა ფორმებს. არ გინდათ ამ ადამიანების სახელები დაასახელოთ? არა, იმიტომ რომ სახელები რო დავასახელო, უნდა მქონდეს ზუსტი და დაზუსტებული ინფორმაცია, ხო? ეს ადამიანები ხა წლებია, ამიტომ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ეს იქნება უმძიმესი გადაცნობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პრობლემებს, რომელიც საპოლიციო ქვედანაყოფის ნაწილში. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც პროტესტის უზარმაზარი გრძნობა აქვს.
მე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანს უკვე დაწერილი აქვს განცხადება, უბრალოდ არ უკმაყოფილებენ. და ეს პროცესი რაც უფრო მშვიდობიანი ვიქნებით ჩვენ საქართველოს ევროპული ინტერესების და არჩევნების ინტერესების დაცვისთვის, მით უფრო მეტი მორალური უპირატესობა გვექნება და ეს მორალური უპირატესობა სულ უნდა გქონდეს. იგივე პროცესებია მედიაში. მე გულწრფელად გეუბნებით, რომ მე ვთვლი, რომ პროპაგანდისტული მედია, მაგალითად იმედი, ბევრად უფრო პასუხისმგებელი და დამნაშავეა იმ ბავშვების წინაშე, რომლებსაც ცემენ, ვიდრე ის ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც მათ ფიზიკურად უსწორდებიან. იმიტომ რომ მორალურ, სამართლებრივ და ყველანაირ გამართლებას ამ ყველაფერს და ბაზას ისინი უქმნიან. კი, შეჭოლილს კვებავს პროპაგანდა. რა თქმა უნდა. აი ამ სიძულვილის პროპაგანდისტული გავრცელებით პირველ რიგში ეს ინსტრუმენტები გვაყენებენ ჩვენ იმ კატასტროფის და რადიკალიზაციის წინაშე, რომლის მომსწრეები ვართ. და რა თქმა უნდა კორუფცია. იმიტომ რომ კორუფცია ასაზრდოებს ერთ სისტემასაც და მეორე სისტემასაც. სულ უფრო და უფრო ხშირად დავსვავთ ჩვენ ლეგიტიმურ კითხვებს, როგორ ფინანსდება იმედი. როგორ ფინანსდება იმედი? საიდან მოდის ეს ფული? თქვენ ფიქრობთ, რომ არა მხოლოდ რეკლამებიდან? ყველა შემიძლია ვიკითხო. რისი თქმა გინდა? საერთოდ ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ჩვენ ამ კრიზისთან ცოტა უფრო ჯანმრთელი. მაგრამ ეს ხო ძველი პრობლემაა, როცა სახელმწიფო არის, არ ვიცი, კონტრაქტორი. წამიყვანთ ახლა ისევ იქ. არა, იქ არ მივყვამით. არა, მის სიამოვნებით გამოყვებით, ხო? სიამოვნებით გამოყვებით. უყურეთ. უბრალოდ ამ ქვეყანაში ყველა პრობლემა იმდენად ფესვგადგმული და დიდხნიანია, თქვენამდეც იყო ეგ პრობლემები და ალბათ კიდე იქნება რაღაცა ხანი. ჩვენი მთავარი სისტემური პრობლემა რა არის და გამოწვევა რა არის. გარდა იმისა, რაც ახლა ჩვენ ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ რაც რითიც დავიწყეთ, ჩვენი საჯარო სექტორი და სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს. გარდა ამისა, ფულის როლი მედიაში. კი ბატონო. და ფულის როლი პოლიტიკურ პარტიებში. ჩვენ თუ აი ეს სისტემები არ გავაჯანსაღეთ, მერწმუნეთ, როგორც სააკაშვილისგან მივიღეთ მონსტრი, ივანიშვილისგან მივიღეთ მონსტრი, შემდგომ ვიღაც პეტრესგან მივიღებთ იგივე მონსტრს. ამიტომ და ეს პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა გავიაზროთ, იმიტომ რომ ამ მონსტრების შექმნას ჩვენც ვუწყობთ ხელს. და ეს რო არ მოხდეს, ჩვენც რომ შეგვაჩეროს, ჩვენც რომ ჩვენი check and balance რაღაც გამაჩენ ის ფილტრები გქონდეს, ამისთვის გვჭირდება ჩვენ დამოუკიდებელი საჯარო, საპოლიციო, მედია, პარტიული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგელოზების ხო არ გვჭერა. ხო გვეგონა რომ ბიძინა ანგელოზი იყო. და მივიღეთ ალბათ ყველაზე ბნელი მონსტრი, ხო? ბატონო გიორგი, ნამდვილად ბოლო კითხვას დაგისვამთ, რამდენიმე დღეში 2 დღეში არის საპრეზიდენტო არჩევნები, ხო? და ეს არის რაღაც თარიღი, რომელზეც რაღაცა მოლოდინები არსებობს, ხო, რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, რას იზამს ხელისუფლება, რას იზამს ხალხი. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილის აღწერით ეს არის ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელიც თუ კი ახალი პრეზიდენტი გაჩნდება, ლეგიტიმური დამოუკიდებელი ინსტიტუტი ესე აღწერს თვითონ. აი რა განვითარებას ელოდებით მოვლენების ამ ივენთის გარშემო? ჩვენ ხო სხვა თანაბარ პირობებში ამ ივენთს, როგორც თქვენ დაარქვით, უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. ხო? იმიტომ რომ იმდენი რამე მოხდა არჩევნების შემდგომ, რომ სიმბოლური მნიშვნელობა ექნება. ამას კიდევ ერთ ბოლო დამოუკიდებელ ინსტიტუტს მე ვეთანხმები ქალბატონ პრეზიდენტს ამაში დაისაკუთრებს და მიითვისებს ოცნება. საბოლოო ჯამში ოცნება მიიღებს რას? ოცნება მიიღებს იმას, რომ მას ეყოლება ნახევრად კოჭლი არალეგიტიმური პრეზიდენტი, ტვირთი იქნება უფრო ვიდრე რაიმე სარგებელი. აქეთ ამ ხარესაც ახლა სრულად ლეგიტიმური ძველი პრეზიდენტი ვერ გვეყოლება. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, ხო, აღმოჩნდებით გარემოში, როდესაც ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება ერთ ახალ პრეზიდენტსაც და ყოფილ პრეზიდენტსაც. სრულად ლეგიტიმური ვერ იქნება ვერც. და როგორი იქნება მათი თანაცხოვრება? თავთავის სახლებში? არ ვიცი, დამოკიდებულია ეს ყველაფერი იმაზე პოლიტიკური პროცესები როგორ განვითარდება ქვეყანაში. მე ვთვლი, რომ ყველაზე კარგი, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, გამოსავალი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ ამ პოლიტიკურ ჩიხში, ავიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისის პიკში,
რომ დავჯდეთ უკვე პოლიტიკური გამოსავლის შეთანხმების საკითხზე სალაპარაკოთ. ჩვენ ამას სამწუხაროდ ჯერ მარტო ვერ შევძლებთ. მე ვერ ხედავ ამის რესურსს, რომ ჩვენ ისეთი პოლიტიკური კულტურის დონეზე ვიყოთ, რომ დახმარების გარეშე ეს მარტოს გულისხმობთ დასავლეთის ჩართულობას. დიახ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ამას გულისხმობ, იმიტომ რომ ამის გარეშე ეს იქნება, არ ვიცი, ძალიან რთული. ვერ წარმომიდგენია ეს როგორ შეიძლება მოხდეს. ამიტომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. და პრეზიდენტი ფიქრობთ, რომ დარჩეს როგორც სალომე ზურაბიშვილი, რასაც ამბობდა, რომ მე ვიქნები კვლავ ლეგიტიმური პრეზიდენტი, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტის არჩევნები იქნება არალეგიტიმური, დარჩეს კვლავ პრეზიდენტად, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტია, თუ გადავიდეს თქვათ ოპოზიციის რიგებში და გააძლიეროს ეს ფლანგი. აი ამ ორ სცენარზე თუ გაქვთ ნაფიქრი. ეს მისი გადასაწყვეტია, ეს ქალბატონის სალომე. თქვენ რომელი უფრო მოგეწონებოდათ? რომელი უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ქვეყნის ინტერესებისთვის. მე მომეწონებოდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ზარის შემდგომ ოცნებას დაეყენებინა ალტერნატიული კანდიდატი, ეს კანდიდატი ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილი და მიეცახმა იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩენილიყო შემდეგი ვადით. ეს იყო მოთხოვნა საფრანგეთის. არა, მე არ ვიცი რა იყო მოთხოვნა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე მომეწონებოდა ეს სცენარი. სხვა ყველაფერი არის რაღაც ვარაუდები, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ პროცესში ყოველდღიურად იცვლება და მე კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ თანმიმდევრულობა ჩვენთვის არის დღეს მთავარი პრინციპი ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ ყოველთვის ვერიდები აი რაღაც ძალიან პირობითი პროგნოზების გაკეთებას. კეთილი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.